ახლავე, ზუსტად ამ წამში, 1300 კილომეტრს თქვენს ქვეშ, მთვარის ბირთვში, ტემპერატურა აღწევს 1300 გრადუს ცელსიუსს. წაიგითხეთ ისევ ამ რიცხვს. 1300 გრადუსი. ეს საკმარისია რკინის გასალღობად. ეს იმდენივეა, რამდენიც დედამიწის გარე ბირთვში, იქ სადაც გეომაგნიტური ველი იბადება. მაგრამ აი რა არის პრობლემა, რაც მეცნიერებს ღამე-დღე აწუხებთ. მთვარე უნდა ყოფილიყო ცივი, მკვდარი, გაყინული ქვის ბურთი. მას 4 მილიარდ წლის განმავლობაში უნდა დაკარგული ქონოდა ეს სითბო. მთვარე ძალიან პატარაა, რომ შეინარჩუნოს ასეთი ცეცხლი თავის გულში. ყველა თერმოდინამიკის კანონი ამბობს, რომ მან უკვე დიდი ხნის წინ უნდა გაცივდეს. მაგრამ რაღაც აგრძელებს ამ ცეცხლის გაჩენას. რაღაც, რაც ჩვენ ჯერ კიდევ სრულად არ გვესმის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ორი ქვა, ორივე ცხელი რგოლიდან ამოღებული. ერთი არის მუშტის ზომის, მეორე ავტომობილის ზომის. რომელი გაცივდება უფრო სწრაფად? პატარა, რა თქმა უნდა. მცირე ობიექტებს აქვთ დიდი ზედაპირის ფართობი მოცულობასთან შედარებით. ისინი კარგავენ სითბოს 10 ჯერ უფრო სწრაფად. ეს არ არის თეორია, ეს არის ფიზიკის ძირითადი კანონი, რომელსაც ყოველდღიურად ვაგვირდებით. ჩვენ საათში პატარა ჩაის ჭიქა უფრო სწრაფად ცივდება, ვიდრე დიდი ქვაბი. პატარა ცხოველები კარგავენ სხეულის ტემპერატურას უფრო სწრაფად, ვიდრე დიდი. ეს არის მარტივი მათემატიკა, უცვლელი ბუნების წესი. აი ახლა შეადარეთ დედამიწა და მთვარე. დედამიწის დიამეტრი 12752 კილომეტრია. მთვარის დიამეტრი 3474 კილომეტრი. დედამიწა თითქმის 4 ჯერ უფრო დიდია, მაგრამ მოცულობაში განსხვავება ბევრად უფრო დრამატულია. დედამიწა 80 ჯერ უფრო მასიურია ვიდრე მთვარე. 80. წარმოიდგინეთ, რომ ორივე, დედამიწა და მთვარე დაიბადნენ იმავე დროს, იმავე სითბოთი გამოჩენილი მათი შიგნით. 4 მილიარდ 500 მილიონი წლის წინ, როდესაც მზის სისტემა ჯერ კიდევ ცხელი ქაოსი იყო, ორივე ქვიშის მტვრის ღრუბელს წარმოქმნილან, ზემოქმედის ენერგიით სავსე. დედამიწა მისი უზარმაზარი მოცულობის წყალობით ჯერ კიდევ ინახავს ამ პირვანდელ სითბოს თავის ბირთვში. დღესაც ცენტრში ტემპერატურა აღწევს 6000 გრადუსს, ცხელ როგორც მზის ზედაპირი. მაგრამ მთვარე უნდა გაცივებულიყო მილიარდი წლის წინ. მისი მასა ძალიან პატარაა, მისი ბირთვი ძალიან მცირეა. ფიზიკის ხვეზიკის ყველა სახელმძღვანელო ამბობს, რომ ის უნდა იყოს ქვითა კლდე, გაყინული და უძრავი, მაგრამ ის არ არის. რატომ? ეს კითხვა აწუხებს მეცნიერებს 10 წლეულების განმავლობაში. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ფიქრობდით, რომ მთვარე მკვდარი იყო. ოდნავ უფრო მეტად ვიდრე კოსმიური მუზეუმი, სადაც მილიარდი წლის ბრძოლების კვალი შენარჩუნებულია ქვაზე. ბილიონობით კრატერი, თითოეული მათგანი ვიდრე კრატერი, თითოეული მათგანი ამბავი მოგზაურ ასტეროიდზე, რომელიც ასტრონომები მე-9 მარტს შეამჩნიეს. მას არავინ ასახავს და არც ასახავს. მას არ შეძლებს დახვევაში მონაწილეობა, თუმცა მისი დაშავება შანსაკუთრებულ წყალობას გაუფართოვდეს. მთვარეს გამოვიდა, მთვარემ გამოვიდა. მთვარეში შესაფერის მაღალი წილადი. მთვარე გადაანადგურა და ახალი წლის შემდეგ არის მთვარის წინააღმდეგ არჩეული გამარჯვებული. მთვარის წინააღმდეგ მართლაც მთვარე არ არის. ამას უკვე ვერ შეესაბამება არჩევანი. მთვარის წინააღმდეგ არის კუთხიანი წყლიანი სუფლება და განსაკუთრებული შედეგი მანამდე გამოუსახარელად არ ყოფილა. ერთ-ერთი წლის შემდეგ გამოვიდა სიგნალი რუსეთისთვის და რუსეთისთვის ეს არ არის ამბავი. რუსეთისთვის არის საშარანეს ამბავეკ, მარჩეული გამარჯვებული. მთვარის წინააღმდეგ მართლაც მთვარი არ არის. ამას უკვე ვერ შეესაბამება არჩევანი. მთვარის წინააღმდეგ არითლაც მთვარია. მის სიგნალი რუსეთისთვის არის საშიშად მნიშვნელოვანი. რუსეთისთვის მართლაც მთვარი არ არის და არაფრის შემდეგ არ იქნელანი ამბავი მოგზაურ ასტეროიდზე, რომელმაც აქ დაასრულა თავისი გზა. არანაირი ატმოსფერო, რომ გაასუფთავოს ეს ნაწვიმები, არანაირი ტექტონიკური აქტივობა, რომ გადააწეროს ზედაპირი, მხოლოდ მშვიდი გაყინული ბურთი, რომელიც წრიალობს დედამიწის გარშემო უკვე მილიარდობით წელი. ყოველი სახელმძღვანელო თქვენ ამას გეტყოდათ, ყოველი პლანეტოლოგი გეთანხმებოდა ამას. მთვარე იყო პერფექტული მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს პლანეტარული სიკვდილი, სრული გათბობა, რომლის შემდეგ მოდის მარადიული დაცემა 0 გრადუსამდე. მაგრამ შემდეგ მოვიდა აპოლო 1970 წელი. აპოლო 12-ის მისია. ასტრონავტები ჩარლზ კონრადი და ალან ბინი დადგნენ მთვარეზე მცირე მეტალის ხუთს ოკეანის ქარიშხლების ზღვის პლატოზე. ეს ხუთი იყო პასიური სეისმული ექსპერიმენტი, სეისმომეტრი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მოისმინოს მთვარის ღრმა გრძნობები. NASA-ს მეცნიერები ჰოპობდნენ, რომ ამ ინსტრუმენტმა დააფიქსიროს მცირე ბიძგები მთვარეკვეთებისგან, მეტეორიტები, რომლებიც დაეცემოდნენ ზედაპირზე. მაგრამ ისინი სამართლიანად არ ელოდნენ ბევრს. დედაქვა არ შრჯება. მკვდარი კლდე არ ძრავს. ამას მხოლოდ სამეცნიერო ნდობით აკეთებდნენ, სანამ არ იყო გვიან. და შემდეგ, სულ 3 კვირის შემდეგ,
მოხდა რაღაც შთამბეჭდავი. მისიის ეკიპაჟმა განზრახ ჩამოაგდეს აპოლო 12-ის ლუნარული მოდული უკან მთვარის ზედაპირზე 2000 კილომეტრში სეისმომეტრიდან და სეისმომეტრმა გაიღვიძა. აფეთქება რეგისტრირდებოდა მთელი 50 წუთის განმავლობაში. 50 წუთი ვიბრაციები. წარმოიდგინეთ ეს. დედამიწაზე მიწისძვრის ტალღები გავლენ რამდენიმე წუთში, ამოქვითული მშრალი თხევადი მანტიით. მაგრამ მთვარეზე ძრავმა ყუურ ეჭვება დიდი ხნის განმავლობაში. ძრავი, რომელიც ნელა და მოუსვენრად გადაედო ქანების მეშვეობით. მთვარე მღეროდა როგორც ზარი. ეს იყო ის, რისი მოსმენაც მეცნიერები არასოდეს ველოდნენ. მაგრამ უფრო მეტი იყო მოსალოდნელი. 21 ნოემბერს 1960 წელი აპოლო 12-ის ასტრონავტები გაფრინდნენ სახლისკენ. მათი სერვისული მოდული ჩამოეშვა და ისევ სეისმომეტრი დაფიქსირდა ამ უზარმაზარ აფეთქებას. ამჯერად ვიბრაციები გრძელდებოდა 4 საათი. 4 საათი, რომლის განმავლობაშიც მთვარე რეზონირებდა, შიგნით რაღაცით უკანა ბიძგიდან ამაღებული. თავის თავში ეს ერთადერთი ნიშანი იყო იმისა, რომ მთვარე შიგნით ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. აპოლო 34-მ დატოვა კიდევ ერთი სეისმომეტრი. აპოლო 14, 15 და 16 მისიებმა დაამატეს მეტი. 1967 წელს მეცნიერებს ჰქონდათ ქსელი 5 სეისმომეტრისა. განაწილებული მთვარის ზედაპირზე ყოველ მათგანს უსმენდა მთვარის გულისცემას. და ეს ინსტრუმენტები მუშაობდნენ არა მხოლოდ თვეების განმავლობაში, არამედ წლებით. 1967-დან 1983-მდე 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მთვარის სეისმული ქსელი იღვიძებდა ყოველ ნაკადს, ყოველ ვიბრაციას, რომელიც დედა სატელიტის შიგნით ხდებოდა. და მონაცემები, რომლებიც დაბრუნდა, იყო შოკის მომგვრელი. მთვარე არ იყო მკვდარი. მას ჰქონდა რიტმი, პულსი, შიდა ცხონება, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობდა. მიწისძვრები, მთვარეკვეთები, როგორც მეცნიერები მათ უწოდებდნენ, ხდებოდა რეგულარულად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთვარე იყო ყველაზე შორს დედამიწისგან თავის ორბიტაზე, ან ყველაზე ახლოს. გაიხსენეთ რა ნიშნავს ეს. მიწისძვრები ხდება დედამიწაზე იმიტომ, რომ პლანეტა შიგნით ცოცხალია, ცხელია, მოძრავია. ტექტონიკური ფირფიტები ერთმანეთზე შრიალობენ. მაგმა მოძრაობს მანტიის შიგნით. დედამიწა არის დინამიური სისტემა, ნაჩქარევებული შიგნიდან. მაგრამ მთვარე? მცირე პატარა მთვარე, რომელსაც უნდა დაკარგული ჰქონოდა თავისი სითბო მილიარდობით წლის წინ. რა შრიალობდა შიგნით, რომ ფიქსირდებოდა 1000 მიწისძვრა წელიწადში? რა აძრავებდა ამ ძრავებს? აპოლოს სეისმული მონაცემები აჩვენებდა, რომ ერთი მხრივ მთვარე სტრუქტურულად მსგავსი იყო დედამიწის. გარე ქერქი, თხევადი მანტია და შესაძლოა, ცენტრში ბირთვი. მაგრამ მონაცემები იყო ბუნდოვანი, ხმაურიანი, შეზღუდული მათი ინსტრუმენტების შესაძლებლობით. ბირთვის არსებობა იყო თეორია, არა დადასტურებული ფაქტი. მეცნიერები იკამათებდნენ. ზოგიერთი ამბობდა, რომ აპოლოს მონაცემები უბრალოდ ზედმეტი ხმაურია. სხვები ამბობდნენ, რომ იქ რაღაც უნდა ყოფილიყო, რომ აღძრავდა ამ კომპლიკებს, რაღაც შიგნითა სითბო, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებდა. 32 წლის განმავლობაში NASA-ს მეცნიერები ამუშავებდნენ ამ მონაცემებს. ისინი ავაშენებდნენ კომპიუტერულ მოდელებს, ცდილობდნენ რეკონსტრუქციას მოეკითხათ რა იყო მთვარის შიგნით, მათ აქვთ სეისმური ტალღების საათები, თითოეული ტალღა ხელხმის ნაწილი შიდა სტრუქტურის შესახებ. როდესაც სეისმური ტალღა გადის შენში მასალის, ის უკუ იქცევა, მოხრება, რკალავს, დაბრკოლება ცვლილებამბეში, სიმკვრივე ან შეწვადა. გამოხატება არის როგორც ექოს თვამების სისტემაში. თუ იცნობთ როგორ გრაჰავს ტალღა, შეგიძლიათ გაარკვიოთ რა იქცა გზაზე ან კი. ამ წესის საფუძველზე ველებზე მეცნიერები პრობებავის შეზღუდული პირველადად მონაცემები და შემეიქმნა სურათი. მთვარე მოითხოვდა შიგნით რეალური სქერი. ეთხელი ყურანის მორსანი სორაქში მონაცემთა საფუძველზე მათი წაკითხვა უყურებოთ. თავანქეთამარი ერით ორთია მოხდა არსებებს მოხჩიელი იაკინოკრები და შიდაში მაღალი ტემპერატურა. ახლა წადით წინ, წლების შემდეგ. თანამედროვე მეცნიერები კიდევ მუშაობენ იმ მონაცემებზე, რომლებიც ჩაწერა 1967-სა და 83-ას შორის. მაგრამ ამჯერად მათ აქვთ უფრო მძლავრი ალგორითმები, უფრო სწრაფი კომპიუტერები, უფრო დახვეწილი გაგება სეისმური ტალღებისა. დიდი ჯგუფი მკვლევართა საფრანგეთის ნაციონალური სამეცნიერო კვლევის ცენტრიდან, ამერიკის კოსმოსური სააგენტოდან და გერმანიის გეოფიზიკის ინსტიტუტიდან უბრუნდება პირვანდელ მონაცემებს და თავიდან იწყებენ ანალიზს. და ამჯერად ისინი აღმოაჩენენ ნათელ სიგნალებს, რომლებიც ადრე გამოტოვეს. ამჯერად ისინი ლოცავენ სეისმურ ნიმუშებში, რომლებიც შეიძლება მოდიოდნენ მხოლოდ ერთი წყაროდან. რბილი თხევადი ბირთვი, დაფარული რკინით და ნიკელით, ღია ცენტრში მთვარის ღრმა შიგნით. არა უბრალოდ კოლდოვანი ცენტრი, არა გარყინული რკინის გული, არამედ აქტიური, თხევადი, ცხელი ბირთვი, რომელიც კვლავაც მოძრაობს,
კვლავაც გეომაგნიტურ ტალღებს აღძრავს მაგარ მანტიაში. აბსოლუტურად წავიკითხავთ ამას. მკვლევარები იყენებენ ახალ მეთოდებს, რომლებსაც უწოდებენ ბირთვის ჩრდილოვანი ზონის ანალიზი. იდეა მარტივია. როდესაც სეისმური ტალღა მღამოძრაობს მყარი ქვიშის არეში, ის მოძრაობს ერთი სიჩქარით. როდესაც ის შედის თხევად ზონაში, სიჩქარე იცვლება. თხევადი მასალა უფრო ნელა გადასცემს ზოგიერთ სახის ტალღებს და თითქმის სრულიად ბლოკავს სხვებს. ამიტომ თუ მოდის ტალღა, რომელიც უნდა გაიაროს პირდაპირ ცენტრში მთვარისა და ის არ ჩანს სეისმომეტრზე მეორე მხარეს, ეს მოგცემს მძლავრ მტკიცებულებას, რომ ცენტრში რაღაც თხევადი ბლოკავს ტალღას. და ზუსტად ამას აღმოაჩენენ მკვლევრები. ზოგიერთ სეისმურ ტალღას აქვს ჩრდილოვანი ზონები, არეები, სადაც ტალღა არ აღწევს, იმიტომ რომ რაღაც თხევადი ბირთვი ბლოკავს მათ. მონაცემები მიუთითებს, რომ ბირთვის რადიუსი დაახლოებით 285 კილომეტრია. პატარა, მაგრამ რეალური. და ტემპერატურა? გამოთვლები ვარაუდობთ, რომ ეს შიდა ბირთვი კვლავაც სიცხელშია, დაახლოებით 1300-დან 1500 გრადუსამდე ცელსიუსით. ეს არის ის ტემპერატურა, რომელშიც რკინა დნება და სითხდება. ეს არის ტემპერატურა, რომელიც უნდა გაქრა მილიარდობით წლის წინ, მაგრამ ის აქ არის. როგორ ძლებს პატარა სატელიტი ამას? რა ინახავს მთვარის გულს ცხოველად, როდესაც ყველა ფიზიკის კანონი ამბობს, რომ ის უნდა გაცივებულიყო? გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ დედამიწის მასა 1000 ცენტრალურ პროცესორი ჯერ უფრო დიდია ვიდრე მთვარის. დედამიწაც პანიშნავს სითბოს ბირთვში, მაგრამ მას აქვს 40 ჯერ უფრო მეტი მოცულობა და ბევრად ნაკლები ზედაპირის ფართობის შედარებით კიბის. დედამიწის თერმული ინერცია ასტრონომიული სხვადასხვა. ის კარგავს სითბოს ყოველწუთობრივ, მაგრამ ფლობს ასე ბევრს, რომ ბილიონობით წელი დასჭირდება სრულიად გაცივებას. მაგრამ მთვარე არის სავსებით განსხვავებული. მას აქვს 1000 ცენტრალური სონის მოცულობა, მაგრამ 4 ჯერ დიდი ზედაპირის ფართობის შედარებით კიბის. ის უნდა კარგავდეს სითბოს ექსპონენციალურად უფრო სწრაფად. თუ მთვარე და დედამიწა დაიწყეს იმავე სართულით სითბოთი, მთვარე უნდა გაცივებულიყო 10 ჯერ უფრო სწრაფად, თუ არა 100 ჯერ. და მეცა 4 მილიარდ 500 მილიონ წლის შემდეგ მთვარე არ არის ცივი, არანაირად. განვიხილოთ 3 სერიოზული თეორია. პირველი, რადიოაქტიური დაშლა. დედამიწის შიგნით და შესაძლოა მთვარის შიგნითაც არიან რადიოაქტიური ელემენტები, როგორიცაა ურანი 228, თორიუმ 224, კალიუმ 40. ეს იზოტოპები ნელა იშლებიან წლების მილიარდობების განმავლობაში და იშლებიან განახლებად ატომებად და სითბოდ. ეს რადიოგენული სითბო არის ერთ-ერთი ძირითადი ცხარო, რომელიც ინახავს დედამიწის ბირთვს ცხოველად. თუ მთვარეს აქვს კონცენტრაცია ამ ელემენტების თავის ბირთვში, ისინი თეორიულად შეიძლება აწარმოონ საკმარისი სითბო, რომ შეინარჩუნონ მცირე ნაკვეთი თხევადი. მაგრამ აქ არის პრობლემა. მთვარის მასა ძალიან მცირეა. თუნდაც თუ ის იგივე თანაფარდობას ურანთან და თორიუმთან შეიცავს, როგორც დედამიწა, მთლიანი რაოდენობა უნდა იყოს ძალიან მცირე, რომ შექმნას საკმარისი სითბო ბირთვის გასალღობლად. გაანგარიშება გამოიდის დაბალი, ბევრად ძალიან დაბალი. მეორე თეორია. პირვანდელი სითბო, რომელიც ჯერ კიდევ გაფანტული არ არის. მოდის დაუშვათ, რომ მთვარე ჩამოყალით და ძალიან სწრაფად და ძალიან ძალადობრივად. უშუალო თეორია ამჟამად არის, რომ მთვარე წარმოქმნა გიგანტურმა იმპაქტმა. დაახლოებით 4 მილიარდ 500 მილიონი წლის წინ მარსის ზომის პროტოპლანეტა სახელად თეია დაეჯახა ახალგაზრდა დედამიწას. ეს შეჯახება იყო ისეთი მძლავრი, ისეთი კატასტროფული, რომ ამოჰყო მთელ ნაზოქს დედამიწის მანტიიდან კოსმოსში. ეს ნამსხვრევები შეხვედა ორბიტაზე და ნელ-ნელა შეკრბა მთვარეთ. ჯერ მთვარე იყო სითბოს მარადიული ოკეანე. მთელი სატელიტი იყო დნობილი რკინისა და ქვის საბურველი, არანაირი მყარი ზედაპირი, უბრალოდ ტალღებიანი მაგმის ღრუბელი, რომელიც შრიალობდა დედამიწის ზემოთ. შემდეგ დროის განმავლობაში ზედაპირი ნელ-ნელა გაყინდა, ქერქი წარმოიქმნა. პირველი მყარი ქვა კონდენსირდა ამ უსასრულო ცეცხლის ოკეანიდან. მაგრამ შიგნით ღრმად ბირთვი რჩებოდა თხევადი, რჩებოდა ცხელი, რჩებოდა მოძრავი. ეს პირვანდელი სითბო, იმპაქტიდან წარმოქმნილი ენერგია, უნდა ყოფილიყო ასტრონომიული. როდესაც ორი პლანეტა ეჯახება ერთმანეთს სიჩქარით 1000 კილომეტრზე მეტი სეკუნდში, კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება სითბოდ. არაუბრალოდ სითბოდ, უზარმაზარ, აუტანელ, დესტრუქციულ ენერგიად, რომელიც აორთქლებს ქვას და ცეცხლად აქცევს რკინას. თეორიულად ის სითბო საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ მთვარე დაბადებულიყო უკვე დნობილი, მთლიანად თხევადი, პირვანდელი ხანისას პლანეტის მსგავსი. მაგრამ აი რა არის საკითხი. ესეც არ არის საკმარისი. საკმარისი გაანგარიშებები აჩვენებს, რომ თუნდაც თუ მთვარე დაიბადა სრულიად დნობილი, ის უნდა გაცივებულიყო გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე 4 მილიარდი წელი.
კომპიუტერული სიმულაციები მოდელირებენ მთვარის თერმულ ისტორიას, ითვლიან როგორ კარგავდა სითბოს დროთა განმავლობაში და პასუხები უწყვეტად მოდის ისეთი. ბირთვი უნდა გამყარებულიყო დაახლოებით 2 მილიარდი წლის წინ, არა უადრეს. 2 მილიარდი წლის წინ. ეს ნიშნავს, რომ დღეს ის უნდა იყოს სრულიად გაყინული. ამიტომ თუნდაც პირვანდელი სითბო და რადიოაქტიური დაშლა ერთად, ისინი ვერ ხსნიან ამ რეალობას. ბირთვი კვლავ თხევადია, კვლავ ცხელია, კვლავ 1300 გრადუსზე. არსებობს რაღაც სხვა, რაღაც დამატებითი ენერგიის წყარო, რომელიც აგრძელებს სითბოს ინექციას მთვარის გულში. არაერთხელ მილიარდობით წლის წინ, არამედ ახლავე, ყოველდღიურად, ყოველ სეკუნდში. და აქ ჩნდება მესამე თეორია, ყველაზე ინტრიგული და ყველაზე დამაბნეველი. პრილიური გათბობა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იდგით უზარმაზარი რეზინის ბურთის შიგნით და გარედან ვინმე იწყებს ამ ბურთის გაჭიმვას და შეკუმშვას, უწყვეტად. ყოველი დეფორმაცია წარმოქმნის ხახუნს, ყოველი ხახუნი წარმოქმნის სითბოს. ახლა გაიზარდეთ ეს მაგალითი პლანეტარულ მასშტაბამდე. დედამიწის გრავიტაცია იზიდავს მთვარეს, არა სტატიკურად, არამედ დინამიურად, იმიტომ რომ მთვარის ორბიტა არ არის სრულყოფილი წრე, ის არის ელიფსი, შეკუმშული წრე. როდესაც მთვარე არის პერიგეში, ყველაზე ახლოს დედამიწასთან, გრავიტაციული ძალა იზრდება. როდესაც ის არის აპოგეში, ყველაზე შორს, ძალა მცირდება. ეს ფლუქტუაცია წარმოქმნის პრილიურ ძალებს, რომლებიც გაჭიმავენ და შეკუმშავენ მთვარის სხეულს. ყოველი ორბიტალური პერიოდის განმავლობაში, ყოველ 27 დღეში. წარმოიდგინეთ, როგორ მოქმედებს ეს მექანიზმი. დედამიწის გრავიტაცია არ იზიდავს მთვარეს ერთნაირად ყველა მხრიდან. ახლო მხარე განიცდის უფრო ძლიერ იზიდვას, ვიდრე შორეული მხარე. ეს სხვაობა, ეს დიფერენციალური ძალა, ეწოდება პრილიური ძალა. სწორედ ის არის მიზეზი იმისა, რომ დედამიწაზე ოკეანეები ადიან და ეცემიან ორჯერ დღეში. მაგრამ მთვარეს არა აქვს ოკეანეები. ის არის მყარი ქვა და რკინა. როდესაც პრილიური ძალა მოქმედებს მყარ სხეულზე, ის გაზრდის დაძაბულობას, წარმოქმნის დეფორმაციას მასალის შიგნით. ქვა იღონება, თუნდაც ძალიან ცოტა. მანტია შრიალობს, თუნდაც მიკრომეტრებით. ბირთვი გაჭიმვას განიცდის, თუნდაც უსასრულოდ ნაზად. და ყოველი ეს მოძრაობა წარმოქმნის ხახუნს. ხახუნი წარმოქმნის სითბოს. აქ არის გასაოცარი ნაწილი. ეს მექანიზმი არ არის თეორიული. ის არის დადასტურებული, დოკუმენტირებული, ვიზუალურად დადგენილი სხვა სატელიტებზე მზის სისტემაში. მოდი დავუშვათ იუპიტერის მთვარე იო. იო არის ყველაზე ვულკანურად აქტიური სხეული მზის სისტემაში. მას აქვს ასობით აქტიური ვულკანი, რომლებიც უწყვეტად ამოფრქვევენ გოგირდის ლავას კოსმოსში. იოს ზედაპირზე არ არის არც ერთი ზემოქმედების კრატერი, რადგან ყოველი ძველი კვალი აღწერილია ახალი ლავით ყოველ რამდენიმე მილიონ წელიწადში. დედამიწაზე ვულკანიზმი მომდინარეობს შიდა სითბოდან, მანტიის კონვექციიდან და რადიოგენული გათბობიდან. მაგრამ იო არის ძალიან პატარა იმისთვის, რომ ჰქონდეს საკმარისი შიდა სითბო ასეთი აქტივობისთვის. მისი პირვანდელი სითბო უნდა გაქრა მილიარდობით წლის წინ. მაგრამ აქ ხდება სასწაული. იუპიტერის უზარმაზარი გრავიტაცია, ასჯერ უფრო ძლიერი ვიდრე დედამიწის, იწვევს პრილიურ დეფორმაციებს იოს შიგნით ასე ინტენსიურად, რომ მთელი სატელიტი მუდმივად გაცხელებულია. პრილიური გათბობა არა მხოლოდ ინახავს იოს შიგნით თხევად, ის აქცევს მას ყველაზე ცხელ ვულკანურ ქარხანად მზის სისტემაში. თითქმის ყოველდღიურად ხდება ახალი ამოფრქვევები. ლავის ფონტანები აღწევენ 200 კილომეტრ სიმაღლეზე. ეს არის პრილიური გათბობის ძალა, ვიზუალური, დადასტურებული, უდავ. ეხლა შევხედოთ სატურნის მთვარეს ენცელადუსს. ენცელადუსი არის პატარა ყინულოვანი ბურთი, ზომით ვერც მთვარის 1/5. მისი ზედაპირი დაფარულია მყარი ყინულით. თერმოდინამიკა ამბობს, რომ ენცელადუსი უნდა იყოს სრულიად გატინული, უმოქმედო, მკვდარი სამყარო. მაგრამ კასინის კოსმოსური ხომალდი აღმოაჩენდა უზარმაზარ აღმოჩენას. სამხრეთ პოლუსიდან ამოფრქვევებს აბრეშუმის ნაწილაკები ყინულოვანი წყლის, რომლებიც მიაღწევენ 100 კილომეტრ სიმაღლეზე. ეს არ არის მხოლოდ ყინული, ეს არის თხევადი წყალი, ყინულის აქვეშ, თხევადი ოკეანე, რომელიც ინახება იქ პრილიური გათბობის წყალობით. სატურნის გრავიტაცია და გავლენა სხვა მთვარეების გრავიტაციული რეზონანსებიდან უწყვეტად აჭიმებს და შეკუმშავს ენცელადუსს, წარმოქმნის საკმარის სითბოს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს მაღალი ოკეანე ღრმად ყინულის ქვეშ. ეს არის პრილიური გათბობა, ვოლუმეტრულად, ენერგიის წყარო, რომელიც არ მოდის შიგნიდან, არამედ მოდის გარედან, მუდმივი გრავიტაციული ზემოქმედებით. ამიტომ მეცნიერები ფიქრობენ, შესაძლოა მთვარეც განიცდის პრილიურ გათბობას. შესაძლოა დედამიწის გრავიტაცია მიუხედავად იმისა, რომ ბევრად სუსტია ვიდრე იუპიტერის, მაინც წარმოქმნის საკმარის ხახუნს მთვარის შიგნით, რომ შეინარჩუნოს პატარა ნაკვეთი ბირთვით თხევადი.
მოდელირება აჩვენებს, რომ პასუხი არის დიახ, მაგრამ ძალიან მცირე დიახ. დედამიწის პრილიური ძალები მთვარეზე არის დაახლოებით 1000 ჯერ უფრო სუსტი, ვიდრე იუპიტერის ძალები იუზე. ეს ნიშნავს, რომ პრილიური გათბობა მთვარეზე არის ძალიან მცირე. შესაძლოა რამდენიმე მეგავატი მთელ სატელიტზე. ეს არის უწყვეტი, მაგრამ მცირე სითბოს ნაკადი, თითქმის უმნიშვნელო თუ შეადარებთ მთელი მასის თერმულ ბაზას. ზოგიერთი გაანგარიშება მოდის კიდევ უფრო დაბალი, დაახლოებით 100 კილოვატი. ეს არის როგორც ერთი ელექტროქვაბი, რომელიც მუშაობს ყოველ საათში, საკმარისი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს თქვენი სახლი თბილი, მაგრამ არა იმისთვის, რომ გაალღობოს მთელი პლანეტის ბირთვი. მაგრამ აქ არის პარადოქსი, რომელიც მეცნიერებს აბნევს. პრილიური გათბობა დამოკიდებულია ორბიტალურ მექანიკაზე, როგორ ახლოს ან შორსაა მთვარე დედამიწისგან, რამდენად ელიფსურია ორბიტა. ახლა ჩვენ ვიცით, უტყუარი მონაცემებით, ლაზერული რეფლექტორების გამოყენებით, რომლებიც აპოლოს ასტრონავტებმა დატოვეს მთვარეზე, რომ მთვარე მიიშორება დედამიწისგან დაახლოებით 3.8 სანტიმეტრით ყოველ წელს. წაიკითხეთ ისევ, 3.8 სანტიმეტრი ყოველ წელს. ეს არის ზუსტი გაზომა, დადასტურებული 10 წლეულების განმავლობაში. მთვარე ნელა მოშორდება. ეს მოშორება არის პრილიური ეფექტის შედეგი. დედამიწის ბრუნვა ნელდება პრილიური ხახუნის გამო და ეს დაკარგული ენერგია გადაიტანა მთვარის ორბიტაზე, ათრევს მას უფრო შორს. ეს არის ძალიან ნელი, მაგრამ უცვლელი პროცესი. ეხლა გაიხსენეთ ეს. თუ მთვარე ეხლა მიიშორება, ეს ნიშნავს, რომ წარსულში ის უფრო ახლოს იყო. ბევრად უფრო ახლოს. 4 მილიარდი წლის წინ, როდესაც მთვარე ახლად ჩამოყალიბებული იყო, ის იყო დაახლოებით 15000 კილომეტრში დედამიწისგან, არა 390.000 კილომეტრში, როგორც დღეს. 15000 კილომეტრი. ეს არის 20 ჯერ უფრო ახლოს, ვიდრე ახლა. იმ დისტანციაზე პრილიური ძალები უნდა ყოფილიყო ათეულობით, ასობით ჯერ უფრო ძლიერი. მთვარე უნდა რხეოდა შიგნით, უზარმაზარი ენერგია გენერირებული მუდმივი დეფორმაციით. შესაძლოა ის იყო იმდენად თბილი, რომ მთელი მანტია იყო ნაწილობრივ დნობილი, ცოცხალი მაგმის ოკეანით, ვულკანური აქტივობით, რომელიც აღემატებოდა თანამედროვე იოს. მაგრამ ეხლა მთვარე არის 40 ჯერ უფრო შორს. პრილიური ძალები დასუსტა ექსპონენციალურად. გაანგარიშებები აჩვენებს, რომ თანამედროვე პრილიური გათბობა უნდა იყოს ძალიან მცირე, თითქმის უმნიშვნელო. და აქ არის გაუგებრობა, რომელიც არავის არ უხსნია კარგად. თუ პრილიური გათბობა იყო ძლიერი მილიარდობით წლის წინ, მაგრამ ნელ-ნელა მცირდებოდა, როგორ რჩება ბირთვი თხევადი ახლა? რა ინახავს მას გახსნილს, როდესაც ენერგიის წყარო, პრილიური ძალა არის უკვე ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე იყო? მოდელები მოდის დაბნეულ პასუხებს. ზოგიერთი ამბობს, რომ შესაძლოა ბირთვი არ არის სრულიად თხევადი. შესაძლოა მხოლოდ გარეშრე არის დნობილი, სათხევადო რკინის თხელი გარსაცმა მყარ შიდა ბირთვის გარშემო. ეს ნაწილობრივ დნობა შეიძლება შეინარჩუნოს პატარა კომბინაციით დარჩენილი პირვანდელი სითბოდან, რადიოაქტიური დაშლიდან და მცირე უწყვეტი პრილიური გათბობიდან. მაგრამ ეს არის სპეკულაცია. მონაცემები დადგენს მხოლოდ იმას, რომ რაღაც თხევადი არის იქ, არა რამდენი თხევადია, ან რამდენად ღრმად არის ის. ზოგიერთი მეცნიერი წინააღმდეგობს კიდევ უფრო რადიკალურ იდეას. შესაძლოა მთვარის ორბიტა არ იყო ყოველთვის მსგავსი როგორც დღეს. შესაძლოა წარსულში რამდენიმე მილიარდი წლის წინ რაღაცამ შეცვალა ორბიტა, გახადა ის უფრო ელიფსური, გაზარდა პრილიური გათბობა დროებით. შესაძლოა მსხვილი მეტეორიტის დაცემა ან გრავიტაციული რეზონანსი სხვა პლანეტის მიერ. ეს ცვლილება შეიძლება გამოიწვიოდა დაძაბულობა სითბოს ინექციას ბირთვში, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა ნელა გასფანტული, არც დღესაც სრულიად დასრულებული. მაგრამ ეს კვლავ არის ჰიპოთეზა. არ არსებობს პირდაპირ მტკიცებულება ასეთი ორბიტალური ქაოსისა მთვარის ისტორიაში. მოდით დავბრუნდეთ იმ რაც ვიცით, იმ რაც არ არის სპეკულაცია. სეისმური მონაცემები. ყურება მიტანილი, კონკრეტული, დადასტურებული მონაცემები აპოლოს სეისმომეტრებიდან. 1967-დან 1983-მდე 12 წელი უწყვეტი მონიტორინგისა. ამ მონაცემებში არის ნახატი. მთვარეკვეთები, ვიბრაციები მთვარის შიგნით ხდება უფრო ხშირად, როდესაც მთვარე არის პერიგეში ან აპოგეში, ანუ ყველაზე ახლოს ან ყველაზე შორს. აი რატომ? იმ მომენტებში პრილიური სტრესი ცვლის ინტენსივობას. როდესაც მთვარე მოძრაობს თავის ელიფსურ ორბიტაზე, პრილიური დეფორმაცია იზრდება და მცირდება. ეს ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს მცირე ბზარების მოძრაობა ქერქში ან მანტიაში, წარმოქმნით მთვარეკვეთს. ეს კავშირი, ორბიტალური პოზიცია და სეისმური აქტივობა არის პირდაპირ მტკიცებულება იმისა, რომ პრილიური ძალები აქტიურად მოქმედებენ მთვარეზე. მაგრამ არის კიდევ ერთი ნიშანი, უფრო დელიკატური, უფრო დამალული. სეისმური ტალღები, რომლებიც გადის ღრმა ბირთვის გავლით, აჩვენებენ არა მხოლოდ თხევადობას,
არამედ ფაქტს, რომ ამ თხევადშრეს აქვს ცირკულაცია. კონვექცია. დედამიწის ბირთვში თხევადი გარე ბირთვი მუდმივად მოძრაობს. ცხელი რკინა ადის, ცივი რკინა ეცემა. წარმოქმნით კონვექციურ დენებს, რომლებიც თავის მხრივ წარმოქმნიან დედამიწის მაგნიტურ ველს, სწორედ ეს დინამო მექანიზმი ცოცხალ პლანეტას აქცევს მაგნიტურ პლანეტად. და მთვარე, როგორც ჩანს, აქვს ან ჰქონდა რაღაც მსგავსი. მთვარეს აღარ აქვს გლობალური მაგნიტური ველი დღეს, ის დაკარგა მილიარდობით წლის წინის წინ. მაგრამ მთვარის ქვებში, რომლებიც აპოლოს მისიებმა დააბრუნეს დედამიწაზე, არის ნაშთი მაგნიტიზმი. ნიშნები იმისა, რომ 3 მილიარდ წლამდე წინ მთვარეს ჰქონდა ძლიერი მაგნიტური ველი, შესაძლოა ისეთი ძლიერი, როგორც დედამიწას. წარმოიდგინეთ ეს. 3 მილიარდ 500 მილიონი წლის წინ მთვარეს ჰქონდა მაგნიტური ველი. ეს ველი არ შეიძლება წარმოიქმნას მყარი უძრავი ბირთვიდან. ის მოითხოვს მოძრავ თხევად მასალას, დინამოს. ამიტომ მე ვიცით, რომ იმ დროს მთვარის ბირთვი არა მხოლოდ თხევადი იყო, არამედ აქტიურად კონვექტირებდა. მაგრამ შემდეგ რაღაც შეცვალა. 2.5 მილიარდ წლამდე წინ მაგნიტური ველი გაქრა, დინამო შეწყდა. ეს შეიძლება მოხდა იმიტომ, რომ ბირთვი დაიწყო გაყინვა, მყარდება შიგნიდან გარეთ. როდესაც შიდა ბირთვი მყარდება, ის ათავისუფლებს სითბოს, ლატენტური სითბო გაყინვისა, რომელიც ნიშნავს ენერგიას, რომელიც თავისუფლდება, როდესაც თხევადი ხდება მყარი. ეს სითბო შეიძლება განასხვაოს ნარჩენი თხევადი შრის გადასვლის დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ როდესაც შიდა ბირთვი ხდება ძალიან დიდი, როდესაც თხევადი შრე ხდება ძალიან თხელილი, კონვექციაც ხდება და მაგნიტური ველი ქრება. ახლა დღეს მთვარეს აღარ აქვს მაგნიტური ველი. ეს ნიშნავს, რომ მისი დინამო ძრავი გახუმრულია. მაგრამ ის კვლავ აქვს თხევადი შრე. ეს არის ის, რაც სეისმური მონაცემები გვიჩვენებს. შესაძლოა ეს თხევადი შრე ძალიან თხელია, ძალიან მცირეა იმისთვის, რომ შეინარჩუნოს მყარი კონვექცია. ან შესაძლოა კონვექცია არსებობს, მაგრამ ძალიან ნელია, ძალიან სუსტია იმისთვის, რომ გამოიწვიოს მაგნიტური ველი. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ბირთვი გარდამავალ სტადიაშია, არც სრულიად ცოცხალი, არც სრულიად მკვდარი. პროცესი გაყინვისა, რომელიც დაიწყო მილიარდობით წლის წინ, ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ნელიდან ნელა, საუკუნედან საუკუნემდე. დროში, რომელიც გადაწონს ყოველ ადამიანურ გაგებას. თუ ეს მართალია, შეგვიძლია გამოვთვალოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. როდის გააქრება ბოლო თხევადი წვეთი? როდის გახდება მთვარის ბირთვის სრულიად მხარი, სრულიად გაყინული, ბოლო ნიშანი სითბოსი გაქრა კოსმოსში? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი სითბო დარჩა და რამდენად სწრაფად იკარგება ის. თუ ბირთვი აგრძელებს გაცივებას იმავე სიჩქარით, როგორც ბოლო 2 მილიარდ წლამდე, ის შეიძლება შენარჩუნოს თხევად ცენტრს კიდევ 1-დან 2 მილიარდ წლამდე. მაგრამ თუ რაიმე დააჩქარებს გაცივებას, თუ პრილიური გათბობა კვლავ მცირდება, თუ რადიოაქტიური ელემენტები იშლებიან უფრო სწრაფად, მაშინ ბირთვი შეიძლება მყარდეს ბევრად უფრო ადრე. არავინ იცის ზუსტად. მეცნიერებას არ აქვს დეტალური საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ განსაზღვროს ეს დროის ჩარჩო დარწმუნები. მაგრამ აქ არის ის, რაც ჩვენ ვიცით დარწმუნებით. ახლავე, ზუსტად ამ წამში, რაღაც ხდება 1300 კილომეტრში თქვენს ქვემოთ. რაღაც, რომელიც არ უნდა ხდებოდეს, რაღაც, რაც უნარყოფს ფიზიკის ძირითად პრინციპებს, რაღაც, რაც მეცნიერებს აბნევს და აოცებს. ცეცხლი კვლავ იწვის მთვარის გულში. ბირთვი კვლავ თხევადია. და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რატო. ჩვენ მხოლოდ გვაქვს თეორიები, რადიოაქტიური დაშლა, პირვანდელი სითბო, პრილიური გათბობა და არც ერთი მათგანი სრულად არ ხსნის სურათს. შესაძლოა არის კომბინაცია ამ ყველა ფაქტორის. შესაძლოა არის რაღაც სხვა, რაზეც ჩვენ ჯერ არ გვიფიქრია. რაღაც უცნობი პროცესი, რომელიც მოქმედებს ღრმად მთვარის შიგნით, უხილავი, მაგრამ მძლავრი. ერთი რამ არის ნათელი. მთვარე არ არის მკვდარი. ის არ არის უბრალოდ ქვის ბურთი, რომელიც ცრიალობს დედამიწის გარშემო. ის არის დინამიური სამყარო. სამყარო, რომელსაც აქვს თავისი შიდა ცხონება, თავისი პულსი, თავისი საიდუმლოებები. თითოეულ 54 დღეში, როდესაც სავსე მთვარე ამოფრწყინდება ზეცაში, ჩვენ ვიხედით არა მხოლოდ ქვისკენ, არამედ ჭრილობებისკენ, ზედაპირის ქვეშ. ბირთვშია თხევადი რკინა, ცხელი, როგორც პირველი დედამიწის სისხლი. და ეს ცეცხლი, რაღაც პარადოქსული და შეუღებელი, კვლავ იწვის. ახლა მოდით გავაკეთოთ ის, რაც მეცნიერება ყოველთვის აკეთებს. დაუბრუნდეთ მონაცემებს და დავსვათ უფრო ზუსტი კითხვები. რადგან თუ მთვარე ნამდვილად ფლობს თხევად ბირთვს, ეს არ უნდა იყოს თეორია, ეს უნდა იყოს გაზომადი, დადასტურებადი, განმეორებად სიმართლე. და სწორედ აქ იწყება ნამდვილი დეტექტიური მუშაობა. არა დიდი ფილოსოფიური დებატები, არამედ ციფრები, ტალღები, ზუსტი ინსტრუმენტები და წლების განმავლობაში შეგროვებული მონაცემების კარგად ანალიზი. და გავიხსენოთ, რა გქონდა თავდაპირველად. აპოლოს სეისმომეტრები იყო საოცარი ინჟინერიული მიღწევა 1970 წლისთვის,
მაგრამ ისინი არ იყვნენ სრულყოფილი. მათ შეეძლო დააფიქსირებინათ სეისმური ტალღები, მაგრამ მათი სიზუსტე იყო შეზღუდული. წარმოიდგინეთ, რომ ცდილობთ მოусმინოთ ჩურჩული სახლის მეორე ბოლოში, სანამ რადიო ხმამაღლა უკრავს. ამ გაგებით შეიძლება იყო ადრეული სეისმური მონაცემები. სიგნალი იყო იქ, მაგრამ ხმაური იყო ძლიერი. ამიტომ, როდესაც პირველი მეცნიერები აანალიზებდნენ ამ მონაცემებს 70 და 90-იან წლებში, ისინი ხედავდნენ მინიშნებებს რაღაცისაზე თხევადი შიგნით, მაგრამ არ შეეძლოთ დაერწმუნებინათ. დებატები გრძელდებოდა 10 წლეულების განმავლობაში. არის თუ არა ბირთვი, თხევადია თუ მყარი, დიდია თუ პატარა. შემდეგ 1990 წელს რაღაც შეიცვალა. კომპიუტერული ტექნოლოგია გადააბიჯა გიგანტურ ნაბიჯს. ალგორითმები, რომლებიც ადრე მოითხოვდნენ თვეების გამოთვლებს სუპერკომპიუტერზე, ახლა შეეძლოთ გაეშვათ დღეებში. დიგიტალური ფილტრაცია, სიგნალის დამუშავება, სამგანზომილებიანი მოდელირება. ყველა ეს ხელსაწყო გახდა ხელმისაწვდომი მეცნიერებისთვის. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ძველი აპოლოს მონაცემები ახლა იყო სრულიად გადატანილი ციფრულ ფორმატში, ხელმისაწვდომი თანამედროვე ანალიზისთვის. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ძველი მოძველებული ფოტოები, რომლებიც გადაღებულია შოვენცლის წინ ხრუბლიანი ზეცით. ახლა გაქვთ ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეუძლია გაასუფთავოს ეს ფოტოები, გააძლიეროს დეტალები, გამოავლინოს სახეები, რომლებიც თქვენ ვერასოდეს ხედავდით. სწორედ ასე თანამედროვე მეცნიერები უბრუნდებიან აპოლოს მონაცემებს. არა ახალი დანადგარებით, არამედ ახალი თვალებით. 1991 წელს NASA-ს კვლევითი ჯგუფმა, ხელმძღვანელობდა რენე ვებერი და სხვები, გამოაქვეყნა ეპოქალური ნაშრომი სამეცნიერო ჟურნალში Science. ისინი ხელახლა გააანალიზეს 1967-დან 93-მდე დაგროვილი მთელი სეისმური მონაცემები, 12 წლის უწყვეტი ჩანაწერი და გამოიყენეს ახალი მეთოდები სიგნალების გასაფილტრად. მათ ეძებდნენ სპეციფიურ სეისმურ ტალღებს, რომლებსაც ეწოდებათ საწეწოდებად ეს ტალღები, გარდამავალი ტალღები, რომლებიც მოძრაობენ მასალაში, მხოლოდ თუ ეს მასალა მყარია. თხევად ნივთიერებაში ეს ტალღები არ გადის, ისინი ბლოკირდებიან, გაჩერებულ არიან. დედამიწაზე ჩვენ ვიცით, რომ გარე ბირთვი თხევადია იმიტომ, რომ ეს ტალღები არ გადის მის მეშვეობით. არსებობს ჩრდილოვანი ზონა პლანეტის მეორე მხარეს, სადაც ეს ტალღები არ აღწევენ. ვებერის ჯგუფმა იპოვა იგივე ნიმუში მთვარეზე. სუსტი, მაგრამ მყარი სიგნალი იმისა, რომ ზოგიერთი სეისმური ტალღა ბლოკირდება ცენტრალურ რეგიონში. მაგრამ იყო პრობლემა. მონაცემები იყო საზღვრის ზღვარზე. ძალიან ბუნდოვანი, რომ დაჯავშანებული დასკვნები გაეკეთებინა. სეისმომეტრები იყვნენ განთავსებული მხოლოდ 5 წერტილში. ყველა მათგანი ახლოს ერთმანეთთან ეკვატორული რეგიონის მახლობლად. ეს იყო როგორც ცდა შეისწავლო დედამიწის შიდა სტრუქტურა მხოლოდ 5 სეისმური სადგურით, ყველა განთავსებული ევროპაში. თქვენ მიიღებდით მინიშნებებს, მაგრამ არა სრულ სურათს. ამიტომ მეცნიერული საზოგადოება მიიღო ეს შედეგები ფრთხილად. ბირთვის არსებობა იყო სავარაუდო, მაგრამ არა დადასტურებული. მაშინ მოვიდა 1051 წელი და მისია სახელად GRAIL, Gravity Recovery and Interior Laboratory. ორი პატარა კოსმოსური ხომალდი სახელად EB და FLOW ჩავარდნენ მთვარის ორბიტაზე და დაიწყეს ზუსტი გრავიტაციული ველის რუქის შედგენა. იდეა იყო გენიალური და მარტივი. ორი თანამგზავრი მიყვებოდნენ ერთმანეთს იდენტურ ორბიტებზე, მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. როდესაც ისინი გადიოდნენ რეგიონზე, სადაც მთვარის ქვეშ იყო მაღალი სიმკვრივის მასა, მაგალითად მაღალი კონცენტრაცია ქვების ან მეტალების, პირველი თანამგზავრი განიცდიდა ცოტას უფრო ძლიერ გრავიტაციულ იზიდვას და ნელა დააჩქარებდა. მეორე თანამგზავრი, რომელიც რამდენიმე კილომეტრით უკან იყო, დააჩქარებდა მოგვიანებით. მათ შორის დისტანცია იცვლებოდა მიკრომეტრებით, არასასურველი ცვლილებები, მაგრამ გაზომვადი მიკროტალღური რადიოსიგნალებით. GRAIL-მა გაზომა ეს დისტანციური ცვლილებები 1000 ჯერ სეკუნდში მთელი 5 თვის განმავლობაში, შექმნა ყველაზე დეტალური გრავიტაციული რუქა მთვარისა, რომელიც ოდესმე შედგენილა. და რა აღმოაჩინა GRAIL-მა? თანამგზავრები დადგენეს, რომ მთვარის ქერქი არის ბევრად უფრო ნაპრალებიანი, უფრო პოროზული, ვიდრე ვფიქრობდით. ბილიონობით წლის მეტეორიტული დაბომბვისა და მთვარეკვეთების შედეგად. მათ ასევე იპოვეს ნიშნები ძველი დაკრძალული სტრუქტურების, დიდი დამარხული კრატერების, რომლებიც შევსებული იქნა ლავით მილიარდობით წლის წინ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ GRAIL-მა დაადასტურა, მთვარეს აქვს სტრუქტურა ბევრ შრეებად, ქერქი, მანტია და ცენტრალური ზონა, სადაც სიმკვრივე იცვლება გზით, რომელიც თანხვედრაშია თხევადი ბირთვის არსებობასთან. ეს იყო არაპირდაპირი, მაგრამ ძლავრი მტკიცებულება. მაგრამ იყო კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უწყვეტად აგროვებდა მონაცემებს 10 წლეულების განმავლობაში. მოწყობილობა, რომელიც თითქმის ავიწყდა საზოგადოებისთვის, მაგრამ რომელიც მეცნიერებისთვის იყო ოქროს მაღარო. ლუნარული ლაზერული რეფლექტორები.
წარმოიდგინეთ მცირე ზომის პანელი, სავსე პატარა პრიზმებით, განთავსებული მთვარის ზედაპირზე 1971 წელს. მის მიზანი? პასიურად აასახოს ნებისმიერი ლაზერული სხივი, რომელიც დედამიწიდან მოდის. ასტრონომები მთელ მსოფლიოში სპეციალურ ობსერვატორიებში ტეხასში, კალიფორნიაში, საფრანგეთში ირთავენ ძლავრ ლაზერულ იმპულსებს მთვარისკენ. ეს იმპულსები მიდის 394,000 კილომეტრს, უკუეცემა რეფლექტორს და ბრუნდება. მთელი მოგზაურობა დედამიწა მთვარეზე და უკან იღებს დაახლოებით 2.56 წამს. გაზომე ეს დრო საკმარისი სიზუსტით და შეგიძლია გამოთვალო მთვარემდე დისტანცია დაახლოებით 1 მილიმეტრის ზუსტით. 1 მილიმეტრი. წარმოიდგინეთ ეს სიზუსტე. მთვარე არის თითქმის 400,000 კილომეტრში და ჩვენ ვზომავთ ამ დისტანციას იმდენად ზუსტად, რომ შეგვიძლია ვნახოთ როგორ იცვლება ის 1 მილიმეტრით. და მონაცემები, რომლებიც შეგროვდა 90-იან წლებიდან დღემდე, არის შოკის მონგვრელი. მთვარე არ იშორება ყოველთვის ერთნაირი სიჩქარით. აკრებს დაახლოებით 3.8 სანტიმეტრს წელიწადში. დიახ, ეს არის საშუალო, მაგრამ ამ რაოდენობაში არის ვარიაცია. ზოგიერთ წელს ის იშორება ცოტა უფრო სწრაფად, ზოგიერთ წელს ცოტა ნელა. ეს ვარიაცია მოდის იმიტომ, რომ დედამიწა მთვარის სისტემა არ არის სრულყოფილი მარტივი სისტემა. ის დამოკიდებულია ოკეანის პრილიურ დინამიკაზე დედამიწაზე, მზის გრავიტაციულ პერტურბაციებზე და თვითონ მთვარის შიდა სტრუქტურაზე. ლაზერული რეინჯინგის მონაცემებმა დაადასტურა რაღაც, რაც თეორია ვარაუდობდა. მთვარეს აქვს რაც ეწოდება ფიზიკური ლიბრაცია. მცირე ლოლვა, მცირე შრიალი მისი ბრუნვაში. წარმოიდგინეთ მანქანის მოტორი, რომელიც არ არის სრულიად დაბალანსებული. ის ვიბრიბცოდა, ირებცოდა, ირხევაცოდა. მთვარეც აკეთებს იგივეს, მაგრამ არა მექანიკური დეფექტების გამო, არამედ იმიტომ, რომ მისი შიგნით მასის განაწილება არ არის სრულიად ერთგვაროვანი. ვიზუალური ლიბრაცია არის ის, თუ როგორ ჩანს მთვარე, რომ ირხევა ზეცაში ჩვენი პერსპექტივიდან, მაგრამ ფიზიკური ლიბრაცია არის რეალური მექანიკური ლოლვა თვითონ სხეულში. და ამ ლოლვის პარამეტრები, როგორც ის ხდება, რამდენად სწრაფად ის ცუდდება, გვაწვდის ინფორმაციას მთვარის შიდა სტრუქტურაზე. თუ მთვარე იყო სრულიად მყარი, ერთი გიგანტური ქვა, მისი ლიბრაცია იქნებოდა ძალიან სწრიგი და ნელა დამდინარე. მაგრამ თუ მას აქვს თხევადი ბირთვი, ეს თხევადი შრე შეიძლება აღიზიანოს დამოუკიდებლად მყარი მანტიისაგან, შექმნის დამატებით ხახუნს და დაუბალანსებლობას. მონაცემები აჩვენებს, რომ მთვარის ლიბრაცია არის თანხვედრაშია თხევადი ბირთვის არსებობასთან, არა საბოლოო დამტკიცება, მაგრამ კიდევ ერთი ნაწილი თავსატეხის. და ახლა ბოლო წლებში, განსაკუთრებით 1033 წელს, ახალმა კვლევამ საბოლოოდ მოიტანა მყარი დასკვნა. ფრანგულ-გერმანულ-ამერიკულმა თანამშრომლობითმა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ არტურ ბრიოდი CNRS-დან და რენე ვებერი NASA-დან, გადახედა ყველა არსებულ მონაცემს, აპოლოს სეისმურ ჩანაწერებს, გრეილის გრავიტაციულ რუქებს, ლაზერული რეინჯინგის შედეგებს და გამოიყენა უახლესი კომპიუტერული მოდელები იმისთვის, რომ რეკონსტრუქცია გაეკეთებინა მთვარის შიდა სტრუქტურა. მათ მიზანი იყო საბოლოო პასუხის გაცემა. არის თუ არა თხევადი ბირთვი და თუ არის, რა ზომისაა ის? პასუხი მოვიდა ნათელი და უდავო. დიახ, მთვარეს აქვს თხევადი ბირთვი. რადიუსი დაახლოებით 285 კილომეტრი, დაახლოებით 6% მთვარის საერთო რადიუსისა. ეს პატარაა, ძალიან პატარა შედარებით დედამიწის გარე ბირთვთან, რომელიც შეადგენს 35% დედამიწის რადიუსისა, მაგრამ ის არსებობს. ის არის რეალური და ის არის თხევადი. გამოთვლები ვარაუდობენ, რომ ეს შრე შედგება ძირითადად რკინით, შერეული ნიკელითა და სხვა ელემენტებით, როგორიცაა გოგირდი, რომელიც ამცირებს დნობის წერტილს. ტემპერატურა ამ ზონაში უნდა იყოს დაახლოებით 1300-დან 1500 გრადუსამდე ცელსიუსით, საკმარისი რკინა ნიკელის შენადნობის გასათხევად. მაგრამ აქ არის ის, რაც კვლავ არის მისტერია. თუ ბირთვი ამდენად მცირეა, მხოლოდ 6%, როგორ შენარჩუნებს ის თხევადობას? მცირე ობიექტები კარგავენ სითბოს ძალიან სწრაფად. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ორი ბურთი რკინისა, ორივე 1000 გრადუსზე გახურებული. ერთი ბურთი არის დიამეტრით 1 მეტრი, მეტი მეტრი, მეორე მხოლოდ 10 სანტიმეტრი. პატარა ბურთი გაცივდება 10-ჯერ უფრო სწრაფად, რადგან მას აქვს 10-ჯერ მეტი ზედაპირის ფართობი შედარებით მოცულობასთან. ახლა გაიზარდეთ ეს მთვარის ბირთვამდე. პატარა 285 კილომეტრის ბურთი, გარშემორტყმული 3000 კილომეტრის სისქის მყარი მანტიით. ამ ბირთვს უნდა ქონოდა დიდი ხნის წინ დაკარგული თავისი სითბო მანტიის გავლით. თერმული გამტარობა ქვაში არის ცნობილი. ჩვენ ვიცით, რამდენად სწრაფად ვრცელდება სითბო მასში. გაანგარიშებები აჩვენებს, რომ პატარა ბირთვი უნდა გაცივებულიყო დაახლოებით 2.5-დან 3 მილიარდ წლამდე წინ, მაგრამ ის არ არის. მოდით ჩაუღრმავდეთ კონკრეტულ მექანიზმებს, რომლებიც შესაძლოა ინარჩუნებენ ამ სითბოს.
პირველი მექანიზმი – რადიოგენული გათბობა. ჩვენ ვთვლით ამაზე ადრე, მაგრამ ახლა მოდით იყოთ უფრო ზუსტები. მთვარის ნიმუშები, რომლებიც დაბრუნდა აპოლოს მისიებით, აჩვენებენ, რომ მთვარის ქერქსა და მანტიას აქვს კონცენტრაციები რადიოაქტიური ელემენტების, მაგრამ ისინი უფრო დაბალია ვიდრე დედამიწაზე. მთვარე როგორც ჩანს ღარიბია რადიოაქტიური ელემენტებით. ეს შეიძლება მოხდა იმიტომ, რომ ის ჩამოყალიბდა დედამიწის მანტიიდან ამოღებული მასალისგან დიდი იმპაქტის დროს და ეს მასალა უკვე იყო დამშლელი ელემენტებით გაჭედილი. ამიტომ თუნდაც თუ ბირთვში არის გარკვეული კონცენტრაცია ურანისა და თორიუმისა, მთლიანი რაოდენობა შესაძლოა არ არის საკმარისი მნიშვნელოვანი გათბობისთვის. მოდით გამოვთვალოთ. ურანი დვას 128 იშლება ნახევარ სიცოცხლის გარანტიით, დაახლოებით 4.5 მილიარდი წელი. ეს ნიშნავს, რომ ნახევარი ურანისა, რომელიც იყო მთვარის ფორმირებისას, ჯერ კიდევ აქ არის. თითოეული ატომი, რომელიც იშლება, გამოყოფს ენერგიას, დაახლოებით 45 მილიონი ელექტრონვოლტი თითო დაშლაზე. თორიუმი დვას 124 ანალოგიურად იშლება, მაგრამ ნახევარ სიცოცხლით 14 მილიარდ წლამდე. კალიუმი 40, უფრო მოკლე ნახევარ სიცხლით, ლე ნახევარ სიცოცხლით 1.30 მილიარდი წელი. ყოველი ამ იზოტოპის კონცენტრაცია მთვარეში და მათი დაშლის სიჩქარეები ნიშნავს, რომ მთლიანი რადიოგენული სითბოს გამომუშავება მთელ მთვარეზე არის დაახლოებით 2500 გიგავატი. ეს ნიშნავს 2.5 მილიარდ ვატს. ესეც რომ იყოს უზარმაზარი რიცხვი, ის მოცულობაშია 10 წევრის კუბურ კილომეტრის მასალაზე. შედარებისთვის დედამიწა აწარმოებს დაახლოებით 80-ობით 87 ტერავატს რადიოგენული სითბოს, 20 ჯერ მეტს. და დედამიწის ბირთვი ჯერ კიდევ დნება, მაგრამ მთვარის პატარა ბირთვი 2500 გიგავატი მთელ სატელიტზე, არა მხოლოდ ბირთვში, ბევრად ძალიან მცირეა იმისთვის, რომ შეინარჩუნოს თხევადობა. მეორე მექანიზმი – პირვანდელი სითბო, რომელიც ჯერ კიდევ გაფანტული არ არის. ახლა თუ მთვარე ნამდვილად დაიბადა გიგანტური იმპაქტიდან, რაც არის სათანადო მოწონებული თეორია, მაშინ ის დაიწყო ცხელი როგორც ჯოჯოხეთი. გამოთვლები თეიას იმპაქტის ენერგიის შესახებ ვარაუდობს, რომ კინეტიკური ენერგია იყო დაახლოებით 10-ჯერ 29 ჯოულით. ეს არის რიცხვი 10, რომლის შემდეგ მოდის 35 ნული. საერთო ენერგია იყო იმდენად მაღალი, რომ არა მხოლოდ დედამიწის მანტია ნაწილობრივ დნა, არამედ მთელი ამოღებული მასა, ის რაც გახდა მთვარე, იყო თავდაპირველად თხევადი. იმაგინე მთელი სატელიტი, როგორც ერთი გიგანტური წვეთი ლავისა, ცეცხლის ოკეანე, ბზინვარე უგნოდება. ზედაპირი ნელ-ნელა გაღინდა. პირველი მყარი ქერქი წარმოიქმნა ალბათ რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში. მაგრამ შიგნით სითბო რჩებოდა. ენორმული რაოდენობით, დამარხული ღრმად. მაგრამ აქ არის გამოწვევა. სითბო არ რჩება სამუდამოდ. ის გადაედინება, გრავი, ვრცელდება მანტიის მეშვეობით კოსმოსში. კომპიუტერული მოდელები, რომლებიც სიმულირებენ მთვარის თერმულ ევოლუციას, აჩვენებენ, რომ სვარსკვლავი იმპაქტის სითბოს უმეტესობა დაკარგული იქნა პირველი მილიარდი წლის განმავლობაში. ბირთვი, რა თქმა უნდა, გაცივდებოდა ყველაზე ნელად, რადგან ის ყველაზე ღრმად იყო ყველაზე შორს ზედაპირიდან, მაგრამ თუნდაც ბირთვის გაცივება უნდა დაჩქარებული ყოფილიყო მთვარის პატარა ზომით. თერმოდინამიკული მოდელები პროგნოზირებენ, რომ პირვანდელი სითბოდან ბირთვი უნდა გამყარებულიყო დაახლოებით 2-დან 3 მილიარდ წლამდე წინ, მაგრამ ის არ არის. ამიტომ პირვანდელი სითბო მარტო არ არის საკმარისი. მესამე მექანიზმი – პრილიური გათბობა. და აქ ყველაფერი ხდება იდუმალი და კომპლექსური. მოდით გავიხსენოთ, თუ როგორ მუშაობს პრილიური გათბობა. დედამიწის გრავიტაცია მოქმედებს მთვარეზე, მაგრამ არაერთგვაროვნად. ახლო მხარე იღებს ძლიერ იზიდვას, შორეული მხარე უფრო სუსტს. ეს დიფერენციალური ძალა, ეს პრილიური იზიდვა ახალებს მთვარის სხეულს. ის გაჭიმული არის უფრო ელიფსურად ვიდრე წრიულად. თუ მთვარის ორბიტა იყო სრულყოფილი წრე, ეს დეფორმაცია იქნებოდა სტატიკური, არაცვლადი. მთვარე უბრალოდ იქნება ოდნავ გაშლილი, მაგრამ ეს ფორმა არ იცვლებოდა. არანაირი ხახუნი, არანაირი სითბო. მაგრამ მთვარის ორბიტა არ არის სრულყოფილი წრე, ის არის ელიფსი. როდესაც მთვარე მიდის პერიგეშისკენ, ის მცირდება და გრავიტაციული იზიდვა იზრდება. როდესაც ის მიდის აპოგეშისკენ, ის შორდება და იზიდვა მცირდება. ეს ნიშნავს, რომ პრილიური დეფორმაცია იზრდება და მცირდება ციკლურად ყოველ 27.3 დღეში, მთვარის ორბიტალური პერიოდი. წარმოიდგინეთ, როგორ ეს გრძნობა მთვარის შიგნით. ქერქი, რომელიც მყარია და ხისტია, გაჭიმას განიცდის. მცირეს, მაგრამ რეალურს. მანტია, რომელიც თბილია, მაგრამ მყარია, ნელა დეფორმირდება. და თუ არსებობს თხევადი ბირთვი, ეს თხევადი შრე იწყებს შრიალს მყარი მანტიის შიგნით. როდესაც პრილიური ძალა იცვლება, თხევადი ბირთვი არ შეიძლება ინსტანტურად მოერგოს, მას აქვს ინერცია.
წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ბურთი წყლის შიგნით რეზინის გარსაცმა და თქვენ იწყებთ ამ ბურთის გაჭიმვას და შეკუმშას. წყალი შიგნით გადაადგილდება, თრევს გარსაცმას, წარმოქმნის ხახუნს. ხახუნი წარმოქმნის სითბოს. მთვარეზე ეს ხახუნი თხევადი ბირთვის გადაადგილება მყარი მანტიის წინააღმდეგ წარმოქმნის სითბოს. ეს სითბო არის პრილიური გათბობა. მაგრამ რამდენია ეს სითბო? აქ მონაცემები ხდება დამაბნეველი. გაანგარიშებები დამოკიდებულია მრავალ პარამეტრზე. რამდენად ელიფსურია ორბიტა, ეწოდება ექსცენტრიტეტი. რამდენად ხისტია ან პლასტიკურია მთვარის მასალა, ეწოდება რეოლოჯი. რამდენად დიდია თხევადი ბირთვი, როგორ კონვექტირებს ის. თუ აიღებთ მიმდინარე ორბიტალურ პარამეტრებს, ელიფსურობა დაახლოებით 0.055 და სტანდარტულ რეოლოგიურ მოდელებს გამოთვლები აჩვენებს, რომ პრილიური გათბობა მთვარეზე არის დაახლოებით 10-დან 100 მეგავატამდე. ეს არის მილიონი ვატიდან 100 მილიონი ვატამდე. ეს არის უზარმაზარი რიცხვი, თუ ალბათ ადამიანური სტანდარტებით 100 მეგავატი საკმარისია დაახლოებით 100,000 სახლის გაჩელებისთვის, მაგრამ გეოლოგიური მასშტაბით ეს არის თითქმის არაფერი. შედარებისთვის დედამიწაზე გეოთერმული სითბოს ნაკადი ყველაზე ზედაპირზე არის დაახლოებით 47 ტერავატი, 470,000, ჯერ მეტი ვიდრე მთვარის პრილიური გათბობა. როგორ შეიძლება 100 მეგავატი ან თუნდაც გიგავატი შეინარჩუნოს თხევადი ბირთვი, რომელიც კარგავს სითბოს უწყვეტად კოსმოსში? პასუხი შეიძლება იყოს იმაში, რომ ჩვენ ვუყურებთ არასწორ პერიოდს. დღეს პრილიური გათბობა ძალიან სუსტია, მაგრამ წარსულში ის იყო ბევრად ძლიერი. როდესაც მთვარე იყო უფრო ახლოს დედამიწასთან, 15,000 კილომეტრში 4 მილიარდი წლის წინ, პრილიური ძალები იყო 100 ჯერ ძლიერი. ზარეული პრილიური გათბობა შეიძლება ყოფილიყო 10 მეგავატი ან მეტიც, საკმარისი იმისთვის, რომ მთელი მანტია ნაწილობრივ დნობოდა. მთვარე შეიძლება იყო ვულკანურად აქტიური მილიარდობით წლის წინ, მაგმა ამომფრქვენდა ზედაპირზე, ლავის ტბები ხედავდნენ ფართო რეგიონებზე. მაგრამ როგორც მთვარე ნელ-ნელ იშორებდა, პრილიური ძალები დასუსტა ექსპონენციალურად, გათბობა მცირდებოდა. და მაინც ბირთვი რჩებოდა თხევადი, თითქოს ინარჩუნებდა მეხსიერებას იმ ძველი ცხელი ეპოქისა. ხელი ეპოქისა. შესაძლოა პასუხი არის საფეხურებრივი გაყინვის პროცესში. მოდით ჩაუღრმავდეთ ამას. წარმოიდგინეთ, რომ ბირთვი თავდაპირველად იყო უზარმაზარი, შესაძლოა 500 კილომეტრში რადიუსით, შესაძლოა მეტიც. როდესაც სითბო იკარგებოდა, ბირთვი იწყებდა გამყარებას შიგნიდან გარეთ, პროცესი, რომელსაც ეწოდება ქვემოდან ზემოთ კრისტალიზაცია. ცენტრში, სადაც წნევა ყველაზე მაღალია, რკინა დაიწყებდა კრისტალიზებას პირველად, წარმოქმნიდა მყარ შიდა ბირთვს. ეს მყარი ბირთვი ნელ-ნელა იზრდებოდა, ათავისუფლებდა ლატენტურ სითბოს გაყინვის, რომელიც გადაედინებოდა გარეთ ხევად შრეში. ეს სითბო შეინარჩუნებდა გარეთ ხევად ბირთვს არაერთგვაროვნად თბილად, ნარჩუნებდა კონვექციას და თითო პერიოდში მაგნიტურ დინამოს. მაგრამ დროთა განმავლობაში, როგორც მყარი შიდა ბირთვი იზრდებოდა, თხევადი შრე ვითროვდებოდა. ლატენტური სითბოს გამომუშავება მცირდებოდა, კონვექცია სუსტდებოდა. და საბოლოოდ დაახლოებით 3 მილიარდ წლამდე წინ დინამო ჩერდებოდა და მაგნიტური ველი ქრებოდა. მაგრამ გატინვის პროცესი არ შეწყდა იქ. მყარი შიდა ბირთვი გააგრძელებდა ზრდას, ხოქმანით, მაგრამ უცვლელად. დღეს შეიძლება დარჩენილიყო მხოლოდ თხელი თხევადი შრე, შესაძლოა 100 კილომეტრზე ნაკლები სისქით, შიდა მყარი ბირთვსა და გარე მყარ მანტიას შორის. ეს თხელი თხევადი გარსაცმა კვლავაც ექვემდებარება პრილიურ ძალებს, კვლავაც შრიალობს, კვლავაც წარმოქმნის ხახუნს და სითბოს. და ამ თხელი შრის თერმული მასა, რაოდენობა სითბოს, რომელიც მას შეუძლია შეინახოს, არის ბევრად მცირე. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც მცირე სითბოს შენატანი, რადიოგენული დაშლადან, ლატენტური გაყინვის სითბოდან, პოდან, პრილიური ხახუნიდან, შეიძლება იყოს საკმარისი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ის თხევადი. სთხევადი. წარმოიდგინეთ ეს როგორც პატარა სანთელი, პატარა ოთახში. თუ ოთახი საკმარისად პატარაა, ერთი სანთელი საკმარისია ოთახის თბილად შესანარჩუნებლად. ასევე თხელი თხევადი შრე, მცირე მასით და მცირე ზედაპირის ფართობით, შეიძლება შენარჩუნდეს თხევადი რამდენიმე მცირე სითბოს წყაროების კომბინაციით. და ახლა მოდით დავუმატოთ კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ძალიან იშვიათად განიხილება. თხევადი ბირთვის ქიმიური შედგენილობა. თხევადი რკინა დნება დაახლოებით 1585 გრადუსზე სუფთა ფორმაში, მაგრამ თუ რკინა შერეულია სხვა ელემენტებით, მაგალითად გოგირდი, ნახშირბადი ან ოქსიგენი, დნობის წერტილი მცირდება. ეს ეწოდება eutectic effect. მაგალითად, რკინა გოგირდის შენადნობი შეიძლება დნას დაახლოებით 1000 გრადუსზე, თუ გოგირდის კონცენტრაცია საკმარისად მაღალია.
აპოლოს ნიმუშებში მეცნიერებმა იპოვეს ნიშნები იმისა, რომ მთვარის მასალები შეიცავს გოგირდს და სხვა მცირე ელემენტებს. თუ ბირთვში არის მნიშვნელოვანი კონცენტრაცია ამ ანრეინ ელემენტების, დნობის წერტილი შეიძლება იყოს ბევრად დაბალი და ბირთვი შეიძლება შენარჩუნდეს თხევადი დაბალ ტემპერატურებზე, როგორიც ალბათ დღეს არსებობს. მაგრამ აქ არის ყველაზე საინტერესო ნაწილი. თუ ბირთვი კვლავ თხევადია, თუნდაც ნაწილობრივ, ეს ნიშნავს, რომ მთვარეს კვლავ აქვს პოტენციალი მაგნიტური ველის აღდგენისთვის. არა ახლა, არა სწრაფ მომავალში, მაგრამ თეორიულად. თუ რაღაცმა შესაძლოა დიდი იმპაქტმა, შესაძლოა გრავიტაციულმა პერტურბაციამ გაზარდოს მთვარის ორბიტალური ელიფსურობა, პრილიური გათბობა გაიზრდება. თხევადი ბირთვი შეიძლება კვლავ დაიწყოს კონვექტირება უფრო ინტენსიურად. და თუ ის კონვექცია იქნება საკმარისად სწრაფი და საკმარისად ძლიერი, დინამო მექანიზმი შეიძლება ხელახლა გაჩნდეს და მთვარეს კვლავ ექნება მაგნიტური ველი. ეს არის წმინდა სპეკულაცია, რა თქმა უნდა. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ასეთი მოვლენა მოხდება. მაგრამ ფაქტი იმისა, რომ ბირთვი კვლავ თხევადია, ნიშნავს, რომ მთვარე არ არის სრულიად მკვდარი. ის არის მძიმე დასამშვიდობებელი ჩადინებაში, მაგრამ არა ჯერ ბოლო მომღერალი. და ახლა ამ წერტილში მე მესმის საკმაოდ კარგად რას ფიქრობთ. თქვენ ფიქრობთ, კიდევ ერთი საიდუმლო, კიდევ ერთი ახსნა განმარტება, რომელიც არაფერს არ ხსნის. რადიოაქტიური დაშლა, პრილიური გათბობა, პირვანდელი სითბო, ყველა ეს თეორია იმეორებს იმავე პრობლემას. არც ერთი მათგანი არ არის საკმარისი. და მაინც მეცნიერები ამბობენ, შესაძლოა ეს, შესაძლოა ის, კომბინაცია ფაქტორებისა. ეს არის მეცნიერება თუ გამოცნობა? კარგი კითხვაა. და პატიოსნად უნდა ვთქვა, თქვენ მართალი ხართ გარკვეულ გაგებით. არსებობს უზარმაზარი ინდუსტრია კალბი მეცნიერების, რომელიც იყენებს კოსმოსურ საიდუმლოებებს იმისთვის, რომ გარყიდოს თქვენთვის კვანტური მკურნალობები, ენერგიული კრისტალები ან რაიმე სხვა ფანტაზია. ისინი იყენებენ ჭეშმარიტ სამეცნიერო აღმოჩენებს, როგორიცაა მთვარის თხევადი ბირთვი და ამატებენ მათზე სათავგადასავლო ინტერპრეტაციებს, რომლებსაც არანაირი დასაბუთება არ აქვთ. მთვარეს აქვს მაგნიტური გული, ამიტომ ის გვაკონტროლებს. ცხელი ბირთვი ნიშნავს, რომ მთვარე ცოცხალია და გრძნობს ემოციებს. ეს არის სისულელე, ეს არის ფსევდომეცნიერება. მაგრამ აქ არის განსხვავება, კრიტიკული, ფუნდამენტური განსხვავება, ნამდვილ მეცნიერებასა და კალბს შორის. როდესაც მეცნიერი ამბობს, ჩვენ არ ვიცით, ეს არ არის სისუსტე, ეს არის პატიოსნება. მეცნიერება არ არის დოგმა, მეცნიერება არის პროცესი, ბუნდოვანებიდან სიცხადისკენ წარმოსული გზა, რომელსაც სჭირდება დრო, სიზუსტე და ყველაზე მნიშვნელოვანი, თავმდაბლობა. როდესაც ჩვენ ამბობთ, შესაძლოა პრილიური გათბობა, შესაძლოა რადიოგენული დაშლა, ჩვენ არ გამოვცნობთ, ჩვენ აღვნიშნავთ საზღვრებს ჩვენი მიმდინარე ცოდნისას. ჩვენ აღვიარებთ, რომ მონაცემები, რომლებიც გვაქვს, არ არის ჯერ კიდევ საკმარისი სრული სურათის დასახადად. და ეს აღიარება, ეს, მე არ ვიცი, მაგრამ ვიკვლევ, არის სწორედ ის, რაც მეცნიერებას ხდის ძლიერს. მოდით დავუშვათ კონკრეტული მაგალითი. 45 წლის წინ, როდესაც აპოლოს სეისმომეტრებმა პირველად დააფიქსირეს მთვარეკვეთები, მეცნიერებს არ ჰქონდათ უფლება ეთქვათ, მთვარეს აქვს ბირთვი. მონაცემები იყო ბუნდოვანი, ინსტრუმენტები იყო შეზღუდული. ამიტომ ისინი თქვეს, ჩვენ ხედავთ სიგნალებს, რომლებიც თანხვედრაშია ბირთვის არსებობასთან, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავაჯეროთ. და ისინი მუშაობდნენ 10 წლეულების განმავლობაში. ისინი აუმჯობესებდნენ ალგორითმებს, აანალიზებდნენ მონაცემებს განსხვავებული გზებით, ხელახლა ამოწმებდნენ გაანგარიშებებს. ისინი უშვებდნენ გრეილ მისიას იმისთვის, რომ მოეხდინათ დამოუკიდებელი გრავიტაციული გაზომვები. ისინი იყენებდნენ ლაზერულ რეფლექტორებს იმისთვის, რომ გაეზომათ ფიზიკური ლიბრაცია. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მრავალი დამოუკიდებელი მეთოდი მიაღწია იმავე დასკვნამდე, მხოლოდ მაშინ თქვეს, დიახ, ბირთვი არსებობს, ის თხევადია, ჩვენ დავრწმუნდით. ეს არის როგორ მუშაობს მეცნიერება. მეცნიერება, არა სწრაფი პასუხებით, არამედ მტკიცე, მოთმინებიანი, თავდაბალი შრომით. და ახლა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, ჩვენ არ ვიცით ზუსტად რატომ არის ბირთვი ჯერ კიდევ თხევადი, ეს არ არის მარცხი. ეს არის საბოლოო საფეხური. ჩვენ ვიცით, რომ რაღაც ხდება, ვიცით საცადაც ხდება, ვიცით როგორია ის, მაგრამ ჯერ კიდევ ვირკვევთ ზუსტად რატომ. და ეს რატომ მოითხოვს მეტ მონაცემებს, მეტ ექსპერიმენტებს, მეტ მისიებს, რაც ზუსტად ის არის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მაგრამ მანამდე, სანამ ვისაუბრებთ მომავალ მისიებზე, მოდით დავყოთ ეს მომენტი და დაუბრუნდეთ თვითონ პარადოქსს, რადგან აქ, ამ წერტილში, ის აღწერს თავის კულმინაციას. მთლიანი ის, რაც უცნაურია მთვარის თხევადი ბირთვის შესახებ, არ არის მხოლოდ ის, რომ ის არსებობს. ის არის იმაში, თუ რას ნიშნავს მისი არსებობა დროის, ენერგიისა და ბუნების კანონების კონტექსტში. მოდით დავდგეთ უკან და შევხედოთ სრულ სურათს. მთვარე ჩამოყალიბდა დაახლოებით 4 მილიარდ 500 მილიონი წლის წინ,
ზუსტი რიცხვი, გაზომილი რადიომეტრიული დათარიღებით მთვარის ქვების ნიმუშებზე, რომლებიც აპოლომ დააბრუნა. იმ დროს მზის სისტემა იყო ქაოსი, პროტოპლანეტური დისკი, სადაც ქვები და ლავები და ლავის ბურთები ეჯახებოდნენ ერთმანეთს, შერწყმიდნენ, იზრდებოდნენ ან გრეოდნენ. დედამიწა ჯერ კიდევ იყო ემბრიონი, ნახევრად ჩამოყალიბებული. და შემდეგ მოვიდა თეია, პროტოპლანეტა, დაახლოებით მარსის ზომის და დაეჯახა ახალგაზრდა დედამიწას სიჩქარით დაახლოებით 10 კილომეტრი სეკუნდში. ეს შეჯახება იყო ისეთი მძლავრი, რომ მთლიანად შეცვალა ორივე სხეულის ბედი. თეია განადგურდა, მისი ბირთვი შერწყმა დედამიწის ბირთვთან. დედამიწის მანტიის დიდი ნაწილი ამოვარდა კოსმოსში, ცხელი, დნობილი ქვა, რომელიც ორბიტაზე გავიდა და ნელ-ნელა შეიკრიბა ერთ ბურთად. ამ ბურთმა გახდა მთვარე. წარმოიდგინეთ ამ პროცესის ენერგია. შეჯახების ენერგია იყო დაახლოებით 10 × 29 ჯოულით. რიცხვი 10, რომელიც რჩება 35 ნულით. ეს არის უფრო მეტი ენერგია, ვიდრე დედამიწა ღებულობს მზისგან მთელი 10 მილიონი წლის განმავლობაში. ყველა ეს ენერგია გარდაიქმნა სითბოდ. დედამიწა გახდა მაგმის ოკეანე. ამოღებული მასა, რომელიც გახდა მთვარე, იყო ასევე სრულიად დნობილი, თხევადი რკინის და დნობილი ქვის სვეტი, რომელიც გადახურებული იყო დედამიწის ზევით. არანაირი მყარი ზედაპირი არ იყო, უბრალოდ ლავის ზღვა, ნათად კაშკაშა როგორც პატარა მზე, რომელიც შრიალობდა ორბიტაზე, მხოლოდ 15,000 კილომეტრში ჩვენი პლანეტისგან. თითქმის 20 ჯერ უფრო ახლოს ვიდრე დღეს. ნელ-ნელა, მილიონი წლების განმავლობაში, მთვარის ზედაპირი გაცივდა. პირველი მყარი ქერქი წარმოიქმნა, პატარა კუნძულები მყარი ქვის, რომლებიც ცურავდნენ მაგმის ოკეანეზე. ეს კუნძულები გაფართოვდნენ, შერწყმიდნენ, საბოლოოდ დაფარეს მთელი ზედაპირი. 10 მილიონი წლის შემდეგ მთვარეს ჰქონდა მყარი გარსი, მაგრამ შიგნით ის კვლავ იყო ცხელი, კვლავ თხევადი, კვლავ მაგმის ოკეანე. და ღრმად ცენტრში, სადაც წნევა იყო ყველაზე მაღალი, დენსური მასალები, რკინა და ნიკელი, იწყებდნენ დანალექს, იწვიმებოდნენ ქვემო-ქვემოთ, იკრიბებოდნენ ბირთვად. ეს არის დიფერენციაცია, პროცესი, რომლის დროსაც პლანეტა ან სატელიტი იყოფა შრეებად, მძიმე მასალა მიდის ცენტრში, მსუბუქი მასალა რჩება გარეთ. 100 მილიონი წლის შემდეგ მთვარეს ჰქონდა სტრუქტურა, რკინა ნიკელის ბირთვი, ქვის მანტია და ბაზალტური ქერქი. მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ იყო უზარმაზარ ცხელი. ბირთვი იყო დაახლოებით 2000 გრადუსზე. მანტია იყო ნაწილობრივ დნობილი თხევადი ზონებით, სამაგმოებით, სადაც მაგმა მოძრაობდა და კონვექტირებდა. და პრილიური ძალები, იმ დროს 20 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე დღეს, იწვევდნენ უზარმაზარ დეფორმაციებს, წარმოქმნიდნენ მასიურ სითბოს. მთვარე შეიძლება ქონოდა ვულკანები, შეიძლება ქონოდა ლავის ტბები, შეიძლება ქონოდა მაგმა, რომელიც ამოფრქვეოდა ზედაპირზე, ქმნიდა ახალ მთებს და პლატოებს, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა მთვარე იწყებდა კარგვას სითბოს. და აქ არის გასაოცარი ნაწილი, ის რაც ხშირად გამოტოვებული. სითბოს დაკარგვის სიჩქარე არის არახაზოვანი, ის არის ექსპონენციალური. თავდაპირველად, როდესაც მთვარე იყო ძალიან ცხელი, ის კარგავდა სითხევდა სითბოს ძალიან სწრაფად. თერმული რადიაცია იზრდება როგორც ტემპერატურის მეოთხე ხარისხი. მაგრამ როდესაც ზედაპირი გაცივდა, რადიაციის სიჩქარე შემცირდა. და საინტერესოა ის, რომ პირველი 200 მილიონი წელი იყო კრიტიკული. იმ პერიოდში მთვარე დაკარგა შეიძლება 80% თავისი პირვანდელი სითბოსი. დარჩენილი 20%, რაც შეგროვილი იყო ღრმად, ბირთვსა და ქვედა მანტიაში, ნელა-ნელა გამოედინებოდა მანტიის კონვექციის მეშვეობით. და აქ არის პარადოქსის პირველი შრე. მთვარე კარგავს სითბოს არა იმიტომ, რომ ის პატარაა, არამედ იმიტომ, რომ ის არის არატექტონიკური. დედამიწაზე ტექტონიკური ფირფიტები მოძრაობენ, სუბდუქცირებენ ერთმანეთის ქვეშ, წარმოქმნიან ვულკანებს და მთიან ქედებს. ეს პროცესი ეფექტურად ტრანსპორტირებს სითბოს შიგნიდან გარეთ. ცხელი მაგმა ადის, ცივდება, იბრუნებს უკან. ეს არის როგორც დიდი თერმული მანქანა, რომელიც უწყვეტად ამუშავებს ენერგიას. მაგრამ მთვარეს არ აქვს ფირფიტების ტექტონიკა, არ აქვს სუბდუქცია, არ აქვს აქტიური ვულკანები დღეს. სითბო შეიძლება გასვლა მხოლოდ თერმული გამტარობით, ნელი, პასიური დიფუზია, სითბოს მყარქვის მეშვეობით. და ეს პროცესი არის ექსტრემალურად ნელი. საჭიროებს მილიარდობით წელს იმისთვის, რომ სითბო გაიაროს 3000 კილომეტრის სისქის მანტი. და აქ არის მეორე შრე პარადოქსის. რაც უფრო პატარაა ობიექტი, მით უფრო სწრაფად ის კარგავს სითბოს. მაგრამ მხოლოდ თუ სითბო შეიძლება აღწევს ზედაპირამდე. თუ სითბო არის დამარხული ძალიან ღრმად, ძალიან იზოლირებული, ის შეიძლება დარჩეს იქ სასწაულებრივად დიდი ხნის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დამალავთ ცხელ ქვას ცენტრში უზარმაზარი მონუმენტის. გარედან მონუმენტი ცივი იქნება, მაგრამ შიგნით ღრმად ქვა შეინარჩუნებს თავის სითბოს საათების, დღეების, თუნდაც კვირების განმავლობაში, რადგან გარშემო მფარგავი მასალა მუშაობს როგორც იზოლატორი.
მთვარის ბირთვი არის ზუსტად ეს, ცხელი ქვა, დამარხული 3000 კილომეტრის სისქის ქვის იზოლაციის ქვეშ. და თუნდაც მთვარე არის პატარა, ეს იზოლაციური ეფექტი არის ძალიან ძლიერი. მაგრამ აი სად ხდება საგნები ნამდვილად უცნაური. გაიხსენეთ, რომ მთვარე მიიშორება დედამიწისგან. ახლა, ზუსტად ახლა, ის შორდება 3.8 სანტიმეტრით ყოველ წელს. ეს რიცხვი ფიქსირდება ლაზერული რეფლექტორებით, რომლებიც აპოლომ დატოვა. 3.8 სანტიმეტრი. ეს ჟღერს უმნიშვნელოდ არა, მაგრამ გამრავლეთ ეს დროით. 1 მილიონი წლის შემდეგ მთვარე იქნება 78 კილომეტრით უფრო შორს. 100 მილიონი წლის შემდეგ 3800 კილომეტრით უფრო შორს. 1 მილიარდი წლის შემდეგ 38000 კილომეტრით უფრო შორს. და თუ წავალთ უკან დროში, ეს ნიშნავს, რომ 1 მილიარდი წლის წინ მთვარე იყო 38000 კილომეტრით უფრო ახლოს, 356000 კილომეტრში დედამიწისგან, შედარებით დღევანდელ 380000 კილომეტრზე. ახლა აქ არის მიწისძვრა. პრილიური ძალა იზრდება როგორც მანძილის უკუჩაფხუტი. თუ მთვარე იყო 4 მილიარდი წლის წინ 15000 კილომეტრში, 20-ჯერ უფრო ახლოს ვიდრე დღეს, პრილიური ძალა იყო არა 20-ჯერ უფრო ძლიერი, არამედ 20-ის კუბში უფრო ძლიერი. ეს არის 8000. 8000 ჯერ უფრო ძლიერი პრილიური ძალა. და პრილიური გათბობა იზრდება, რომ დაახლოებით პრილიური ძალის კვადრატი, ანუ დაახლოებით 90 მილიონი, ჯერ უფრო ძლიერი გათბობა. წარმოიდგინეთ ეს, 4 მილიარდი წლის წინ მთვარე შეიძლება ღებულობდა 90 მილიონ ჯერ მეტ პრილიურ სითბოს ვიდრე დღეს. თუ დღეს პრილიური გათბობა არის დაახლოებით 100 მეგავატი, მაშინ იმ დროს ის იყო დაახლოებით 7000 ტერავატი, 200 ჯერ მეტი, ვიდრე მთლიანი გეოთერმული სითბოს ნაკადი დღეს დედამიწაზე. ეს არის საკმარისი ენერგია იმისთვის, რომ მთელი მთვარე იყოს ვულკანურად აქტიური, აქტიურობის დონით, რომელიც აღემატება იოს. მაგრამ პრილიური გათბობა არ რჩება მუდმივი. ის მცირდება, რადგან მთვარე შორდება. და აქ არის კულმინაცია პარადოქსისა, ის რაც ნამდვილად უცნაურია. პრილიური გათბობა არის თვითშედამთავრებელი პროცესი. რაც უფრო მეტ სითბოს აწარმოებს ის, მით უფრო სწრაფად მიიშორება მთვარე. რატომ? რადგან პრილიური ხახუნი, იგივე ხახუნი, რომელიც წარმოქმნის სითბოს, ასევე გადასცემს ენერგიას მთვარის ორბიტას. დედამიწის ბრუნვა ნელდება პრილიური ხახუნის გამო. დღის სიგრძე იზრდება დაახლოებით 2 მილისეკუნდზე ყოველ საუკუნეში. და ეს დაკარგული ბრუნვითი ენერგია არ ქრება. ის გადაედინება მთვარის ორბიტას, ათრევს მას უფრო შორს. ეს არის კონსერვაცია კუთხური მომენტისა, ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე უცვლელი კანონი. ამიტომ წარსულში, როდესაც პრილიური გათბობა იყო ძლიერი, მთვარე შორდებოდა ძალიან სწრაფად. გამოთვლები ვარაუდობენ, რომ პირველი 100 მილიონი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მთვარე ჩამოყალიბდა, ის შეიძლება შორებულიყო რამდენიმე 1000 კილომეტრით წელიწადში, 1000-ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე დღეს. მაგრამ როდესაც ის შორდებოდა, პრილიური ძალა მცირდებოდა, პრილიური გათბობა მცირდებოდა და მოშორების სიჩქარე ნელდებოდა. დღეს მთვარე შორდება მხოლოდ 3.8 სანტიმეტრით წელიწადში, ნელა, თანდათანობით, შეუმჩნევლად ადამიანური ცხოვრების სიგრძეზე, მაგრამ რეალურად და გაზომვადად. და აქ ის წერტილია, სადაც ყველაფერი ხვდება ერთმანეთს. მთვარე არის მექანიზმი, რომელიც ნელა გამოიფრქვება. ის დაიწყო ცხელი, ძალიან ცხელი, თითქმის ისე ცხელი, როგორც პატარა ვარსკვლავი. და ის გაცივდა, სწრაფად თავდაპირველად, შემდეგ უფრო ნელად. ზედაპირი გატინდა პირველად, მანტია ნელ-ნელა დაარგა. ბირთვი, ღრმად დამარხული, შენარჩუნდა ცხელი ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში. დაახლოებით 3 მილიარდ წლამდე წინ ის იყო ჯერ კიდევ ცხელი საკმარისად იმისთვის, რომ ქონოდა აქტიური კონვექცია, აქტიური დინამო, აქტიური მაგნიტური ველი. მაგრამ შემდეგ დინამო შეჩერდა, კონვექცია შენელდა, მაგნიტური ველი გაქრა და ბირთვი დაიწყო გაკინვა. ნელა, შიგნიდან გარეთ. მაგრამ ის არ გაყინულა სრულიად. და აი რატომ ეს არის ისეთი კულმინაციური პარადოქსი. ყველა თეორია, რადიოგენული გათბობა, პირვანდელი სითბო, პრილიური გათბობა, ანსაზღვრებს, რომ ბირთვი უნდა გამყარებულიყო დაახლოებით 2-დან 3 მილიარდ წლამდე წინ. მაგრამ ის არ გახდა. ის კვლავ არის თხევადი. არასრულიად, შესაძლოა მხოლოდ თხელი შრე. არა ძალიან ცხელი, დაახლოებით 1300 გრადუსი, არა 2000, მაგრამ თხევადი მაინც. და ჩვენ არ ვიცით რატო. შესაძლოა კომბინაცია ყველა ფაქტორისა. შესაძლოა ბირთვი შეიცავს უფრო მეტ გოგირდს ან ნახშირბათს, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ, რაც ამცირებს დნობის წერტილს. შესაძლოა რადიოაქტიური ელემენტები კონცენტრირებული არიან ბირთვში უფრო მეტად ვიდრე მანტიაში, წარმოქმნიან უფრო მეტ გათბობას, ვიდრე ჩვენ გამოვთვალეთ. შესაძლოა პრილიური გათბობა უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩვენი მოდელები ვარაუდობენ,
რადგან თხევადი შრე აქვს უფრო დაბალი ვისკოზიტეტი, ვიდრე ვივარაუდეთ. ან შესაძლოა რაღაც სხვა, რაღაც პროცესი, რომელიც ჩვენ ჯერ არ გვიფიქრია, რაღაც მექანიზმი, რომელიც შენარჩუნებს პატარა რაოდენობას სითბოს, სწორ იმ წერტილში, სადაც ბირთვი ბალანსია გაყინვასა და დნობას შორის. და აქ არის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი. ჩვენ ვიგებთ. ახლავე ამ წამში სამუშაო მიმდინარეობს, ახალი მისიები იგეგმება, ახალი ინსტრუმენტები ვითარდება. მთვარის გეოფიზიკის მომავალი არ არის თეორიულ მოდელებში, ის არის მონაცემებში, გაზომვებში, ახალი ექსპერიმენტებში. არტემის პროგრამა, რომელიც ჩაანაცვლებს აპოლოს 70-იანი წლებიდან, გეგმავს დაბრუნებას ასტრონავტების მთვარეზე 1026 წელს. მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ სიმბოლური ვიზიტი, ის იქნება დასაწყისი მუდმივი პრეზენტისა. არტემისი გეგმავს მთვარეზე ბაზის მშენებლობას, პერმანენტული სადგური, სადაც მეცნიერებები შეძლებენ ცხოვრებას და მუშაობას თვეების ან წლების განმავლობაში. და ერთ-ერთი პირველი ინსტრუმენტი, რომელიც მათ დაინსტალირებენ, იქნება ახალი თაობის სეისმური ქსელი. წარმოიდგინეთ აპოლოს სეისმომეტრები, მაგრამ 100 ჯერ უფრო მგრძნობიარე. წარმოიდგინეთ არა მხოლოდ 5 სადგური, არამედ 20, 30, 40 სადგური, განაწილებული მთელ მთვარეზე, სამხრეთ პოლუსზე, ეკვატორზე, ჩრდილოეთ პოლუსზე, შორეულ მხარეზე. წარმოიდგინეთ, ეს ქსელი მუშაობს არა 12 წლის განმავლობაში, არამედ 40, 50, 100 წლის განმავლობაში. მონაცემები, რომლებსაც ჩვენ შეგვეძლება შეგროვება, იქნება რევოლუციური. ჩვენ შევძლებთ თომოგრაფიულ რეკონსტრუქციას მთელი მთვარის შიგნითობისა, არა მხოლოდ ბირთვი, არამედ მანტია, ქერქი, ყოველი შრე და ქვეშრე. ჩვენ შევძლებთ გაზომვას კონვექციური მიედინებებით თხევად ბირთვში, რამდენად სწრაფად ის მოძრაობს, რა ტემპერატურა აქვს, რა შედგენილობა აქვს. მაგრამ სეისმომეტრები არ იქნებიან მხოლოდ ინსტრუმენტი. NASA ასევე ითვალისწინებს ლუნარულ სითბოს ნაკადის ექსპერიმენტს, ინსტრუმენტს, რომელიც შეიღწევა რამდენიმე მეტრს ქვემოთ მთვარის ზედაპირში და გაზომავს რამდენი სითბო მოდის შიგნიდან. მიწაზე ჩვენ გვაქვს ასობით ასეთი ბურღვები, რომლებიც გვაწვდიან პირდაპირ გაზომვებს გეოთერმული სითბოს ნაკადისა. მთვარეზე ჩვენ არ გქონია არც ერთი. არტემის მისიები განსჯავს ამ განსხვავებას. თითოეული ბურღვა, თითოეული გაზომვა მოგცემს კიდევ ერთ ნაწილს თავსატეხის. თითოეული მონაცემის წერტილი გაზარდოს ჩვენს გაგებას იმისა, თუ რამდენი სითბო კვლავ დარჩა მთვარის შიგნით და სად ის მდებარეობს. პარეობს და არსებობს კიდევ უფრო ამბიციური იდეები. ზოგიერთი მეცნიერი გეგმავს მთვარის ორბიტერს სპეციალური გრავიტომეტრებით, რომლებიც 1000 ჯერ უფრო მგრძნობიარია ვიდრე გრეილის ინსტრუმენტები. ასეთი ორბიტერი შეძლებს გაზომოს მთვარის გრავიტაციული ველის ცვლილებებლებები დროში, არა მხოლოდ სივრცით, არამედ დროით. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რადგან თუ თხევადი ბირთვი კონვექტირებს, მისი სიმკვრივე იცვლება უფრო ცხელი და ცივი მასალის მოძრაობისას. ეს სიმკვრივის ცვლილებები იწვევს მცირე ვარიაციებს გრავიტაციულ ველში. ცვლილებები, რომლებიც ძალიან პატარა, მაგრამ ნელა 4 წლის განმავლობაში შეიძლება დაგროვდეს საკმარისი სიგნალი, რომ დაიდგინოს კონვექციის ნიმუშები. ჯაპონიის კოსმოსური სააგენტო JAXA იწყებს საკუთარ ლუნარულ მისიას 1027 წელს. Slim Smart Lander for Investigating Moon, რომელიც ჩაიტანს მცირე ხელსატყუებს იმისთვის, რომ შეისწავლოს მთვარის ზედაპირის შედგენილობა და სტრუქტურა. ევროპის კოსმოსური სააგენტო ESA გეგმავს ლუნარულ სატელიტურ ნავიგაციის სისტემას, კოსმოსური არქიტექტურა, რომელიც არა მხოლოდ დაეხმარება მომავალ მისიებს, არამედ ასევე შეძლებს ზუსტ გაზომვას მთვარის ბრუნვას, ლიბრაციას და ორბიტალურ პარამეტრებს. და ჩინეთი, რომელმაც უკვე ჩაიტანა რამდენიმე წარმატებული მისია მთვარის შორეულ მხარეზე, გეგმავს მთვარის სამხრეთ პოლუსზე კვლევით სადგურს, შემდეგი 10 წლეულის განმავლობაში. ყველა ამ მისიას აქვს საერთო ერთი. ისინი არიან დაპროექტებული იმისთვის, რომ უპასუხონ ფუნდამენტურ კითხვებს მთვარის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. რატომ არის ბირთვი ჯერ კიდევ თხევადი? რამდენად თხევადია ის? რა ინარჩუნებს მას თხევადად? და შესაძლოა ყველაზე ღრმა კითხვა, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? არა მხოლოდ მთვარისთვის, არამედ ჩვენი გაგებისთვის თუ როგორ ყალიბდება და ვითარდება პლანეტარული სხეულები. რადგან აქ არის საბოლოო შრე პარადოქსის, ის რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. მთვარე არ არის უნიკალური. იქ გარეთ მზის სისტემაში და მის ფარგლებს გარეთ არსებობენ მილიარდობით სხვა სატელიტები, მილიარდობით სხვა პატარა სამყაროები, თითოეული თავისი ისტორიით, თავისი თერმული ევოლუციით, თავისი საიდუმლოებებით. ზოგიერთი, როგორიცაა იო ან ენცელადუსი, არიან უცნაურად აქტიურები. ბრილიური გათბობა ინახავს მათ ცოცხალს მილიარდობით წლის შემდეგ, რაც მათი პირვანდელი სითბო გაქრა. სხვები, როგორიცაა კალისტო იუპიტერის გარშემო, ან ტრიტონი ნეპტუნის გარშემო, არიან დაფარული ყინულით, მაგრამ შესაძლოა ფლობენ თხევად ოკეანებს ღრმად. ოკეანეები, რომლებიც შენარჩუნებულია არა ბრილიური გათბობით,
არამედ სხვა პროცესებით, რომლებიც ჩვენ ჯერ არ გვესმის სრულად. და კიდევ უფრო შორს, ეგზოპლანეტებზე, სხვა ვარსკვლავების გარშემო. მეცნიერები ითვალისწინებენ შესაძლებლობას თხევადი ბირთვის ეგზოსთელიტების, პატარა მთვარეები, რომლებიც ბრუნავენ გასი გიგანტების გარშემო, სადაც პრილიური ძალები ისეთი ძლიერია, რომ მთელი სატელიტი შეიძლება იყოს გეოლოგიურად აქტიური მილიარდობით წლის განმავლობაში. ზოგიერთი მათგანი შეიძლება ჰქონდეთ სითხის წყლის ოკეანეების ზედაპირზე, არა ყინულის ქვეშ, არა ღრმად დამარხული, არამედ ღია, ცოცხალი ოკეანეები, სადაც ტალღები ფლობენ და ქარები ქრიან. და თუ ასეთი სამყაროები არსებობენ, თუ პრილიური გათბობა შეიძლება შეინარჩუნოს არა მხოლოდ ბირთვი თხევადი, არამედ მთელი პლანეტა ცოცხალი, მაშინ შესაძლებლობები ცხოვრებისთვის, ორგანული ქიმიისთვის, შესაძლოა თუნდაც ბიოლოგიისთვის იზრდება ექსპონენციალურად. მთვარის თხევადი ბირთვი ამ გაგებით არის არა მხოლოდ რადიკალური ფაქტი მთვარის შესახებ. ის არის მოდელი, მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა სამყაროებმა, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ მკვდრები, შეინარჩუნონ ცოცხალი ძირითადი ფრაგმენტი მათი საწყისი სითბოსა და ენერგიისა. ის არის ფანჯარა პროცესში, რომელსაც ჰქვია პლანეტარული კალიბრაცია. ნელი, მილიარდი წლის დასვენება ცხელიდან ცივისკენ, ცოცხალიდან გაყინუნისკენ, აქტიურიდან უძრავისკენ. და კითხვა, რომელიც რჩება, არის ეს: რა წერტილში ბალანსზე რჩება მთვარე ახლავე? არის ის ფინალურ ეტაპებში გაყინვის, ბოლო რამდენიმე მილიონი წელი ადრე ბირთვი საბოლოოდ დამკარდება? თუ ის არის გაურკვევლობაში, თანაბრობაში, სადაც სითბოს შემოდინება და განადინება სრულყოფილად დაბალანსებულია, ნარჩუნებს თხელ-თხევად შრეს მილიარდობით წლის განმავლობაში. ჩვენ არ ვიცით, ჯერ კიდევ, მაგრამ ჩვენ ვიგებთ. და სწორედ აქ, იმ არ ვიცით, მაგრამ ვიგებთ, არის ნამდვილი სილამაზე მეცნიერების. ეს არის მოთმინება რეალურობის წინაშე. ეს არის თავმდაბლობა უცნობის წინაშე. ეს არის აღიარება, რომ სამყარო არის უფრო კომპლექსური, უფრო მრავალფეროვანი, უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე ნებისმიერი თეორია ან მოდელი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია აშენება. და ეს აღიარება, ეს სამყაროსადმი ღიაობა, არა როგორც გადაჭრილი თავსატეხი, არამედ როგორც მუდმივი აღმოჩენის სამიზნე, არის ის, რაც მეცნიერებას აკეთებს არა მხოლოდ ბრწყინვალეს, არამედ საამეს. მაგრამ ახლა ამ ყველაფრის შემდეგ, ყველა მონაცემის, ყველა თეორიის, ყველა გამოთვლის შემდეგ, დავსვათ უფრო ღრმა კითხვა. არა როგორ ან რატომ, არამედ რას ნიშნავს. რას ნიშნავს ის, რომ მცირე ქვის ბურთი, რომელიც წრიალობს ჩვენს თავებზე, ინახავს სითბოს 4 მილიარდ 500 მილიონი წლის შემდეგ. რას ნიშნავს ის, რომ სამყარო, რომელიც უნდა იყოს მკვდარი, კვლავ ფლობს პულს, თუნდაც სუსტს, თუნდაც დაუმთავრებელს. მოდით დაუბრუნდეთ ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც მართავს ყველაფერს. თერმოდინამიკის მეორე კანონს. ეს კანონი ერთ-ერთი ყველაზე უცვლელი ბუნების წესი ამბობს: სისტემა მიისწრაფვის უმაღლესი ენტროპიისკენ. სითბო მიედინება ცხელიდან ცივისკენ. წესრიგი გადადის ქაოსში. ენერგია იფანტება, იკარგება, გარგება, გახდება არახელმისაწვდომი სამუშაოს შესასრულებლად. სამყარო ამ გაგებით არის გიგანტური მანქანა, რომელიც ნელ-ნელა ჩერდება. არა იმიტომ, რომ რაღაც გარედან აჩერებს მას, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ენტროპიის ბუნება მოითხოვს ამას. ყოველი პროცესი, ყოველი მოძრაობა, ყოველი ქიმიური რეაქცია აძლევს ცვლილს ამ გლობალურ გაფანტვაში. მთვარის ბირთვი ამ კონტექსტში არის დრამატული მაგალითი ენტროპიულ ბრძოლაში. მას ჰქონდა ენერგია, უზარმაზარი, ასტრონომიული ენერგია დაბადების მომენტში. და თერმოდინამიკის მეორე კანონი, უცხალო და უცვლელი, ითხოვდა ამ ენერგიის დანაკარგს. სითბო უნდა გამოედინა კოსმოსში, ცეცხლი უნდა დაქვითა, პულსი უნდა შეჩერებულიყო და 4 მილიარდი 500 მილიონი წლის განმავლობაში ზუსტად ეს ხდებოდა. ნელა, ნელა, ნელა. მაგრამ არასრულიად, არაჯერ. და სწორედ ეს არაჯერ არის ის, რაც მოითხოვს ჩვენგან ფილოსოფიურ ღრმა აზროვნებას. რადგან აქ არის იდუმალება, რომელიც ცდება უბრალოდ ფიზიკურ კითხვებს. როდის დასრულდება პროცესი? არა, თუ დასრულდება. მეცნიერება ნათლად ამბობს, რომ ის დასრულდება, ეს არის სტატისტიკური გარდაუვალობა. კითხვა არის როდის და როგორ გავიგოთ დრო, რომელიც დარჩა. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ მთის მწვერვალზე და უყურებთ მზის ჩასვლას. მზე ჩადის, ეს არის გარდაუვალი. მაგრამ ბოლო წამები, როდესაც სინათლე ნელ-ნელა ქრება, როდესაც ღამე მოდის არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით, ეს წამები ფლობენ თავიანთ სილამაზეს, თავიანთ მნიშვნელობას. მთვარის ბირთვი არის ზუსტად ამ მდგომარეობაში, ბოლო სინათლის მომენტში, ფინალურ ფაზაში პროცესის, რომელიც დაიწყო მილიარდობით წლის წინ. და აქ ჩნდება პარალელი, რომელიც შეიძლება ჟღერდეს შორს მიღებულად, მაგრამ რომელიც აღძრავს ღრმა კითხვებს დროსა და მეხსიერების შესახებ. ნეირომეცნიერებაში არსებობს კონცეფცია, რომელსაც ეწოდება მეხსიერების კონსოლიდაცია. როდესაც თქვენ ისწავლით რაღაც ახალს, ეს ინფორმაცია თავდაპირველად არის მკიფე, არასტაბილური.
მაგრამ დროთა განმავლობაში თუ ეს მეხსიერება არის საკმარისად მნიშვნელოვანი, თუ ის განმეორებით გააქტიურებულია, ის ნელ-ნელა გარდაიქმნება გრძელვადიან მეხსიერებად, სტრუქტურად ჩაწერილი თქვენს ნეირონულ ქსელში. ეს პროცესი მოითხოვს ენერგიას, ეს მოითხოვს მეტაბოლურ რესურსებს. თქვენი ტვინი უწყვეტად გადაწყვეტს, რა მეხსიერებები ღირს შენახვის და რომლებიც უნდა დაშლილ იქნას, დავიწყებულ იქნას, განდევნილ იქნას ენტროპია. მთვარის ბირთვი ამ ნაწილობრივ მეტაფორულ გაგებით, არ გაგებით არის გეოლოგიური მეხსიერება. ის არ არის მხოლოდ ცხელი რკინის გულა. ის არის ჩანაწერი, არქივი, დაკონსერვებული ფრაგმენტი იმ მომენტისა, როდესაც მთვარე დაიბადა. სითბო, რომელიც შენარჩუნებულია იქ, არ არის უბრალოდ თერმული ენერგია. ის არის ინფორმაცია. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი იყო იმპაქტი, რამდენი ენერგია იქნა ინექტირებული, როგორ ხდებოდა დიფერენციაცია, როგორ ვითარდებოდა შიგნითა სტრუქტურა. თითოეული გრადუსი, რომელიც დარჩა, არის ფრაგმენტი ამბავი. ამბავი დაბადებაზე, ქაოსზე, ვარსკვლავურ დიდებაზე იმ პირველი დრის, როდესაც ორი სამყარო ერთმანეთს ეჯახა და შექმნა რაღაც ახალი. მაგრამ აქ არის კრიტიკული განსხვავება ტვინის მეხსიერებასა და პლანეტარულ მეხსიერებას შორის. ტვინი აქტიურად ინარჩუნებს მეხსიერებას, ის ხარჯავს ენერგიას, ავრცელებს სიგნალებს, აახლებს ნეირონულ კავშირებს. მაგრამ მთვარის ბირთვი, ის არ არის აქტიური აგენტი. ის არ ცდილობს შეინარჩუნოს სითბო. ის უბრალოდ კარგავს მას ძალიან ნელად, იმიტომ რომ ის არის ღრმად დამარხული, ღრმად იზოლირებული. ეს არ არის ინტელექტი, ეს არის გეომეტრია. არა მიზანი, არამედ შედეგი. და მაინც, შედეგი არის იგივე, წარსული, კონსერვირებული არა როგორც ცოდნა, არამედ როგორც სითბო. ახლა გადადით უფრო დიდ მასშტაბამდე. წარმოიდგინეთ არა მხოლოდ მთვარე, არამედ მთელი მზის სისტემა, მთელი გალაქტიკა, მთელი სამყარო. ყოველი ვარსკვლავი, ყოველი პლანეტა, ყოველი მთვარე არის თერმული მანქანა, დაბადებული ცხელად, ნელ-ნელა გაცივებული დროთა განმავლობაში. ზოგიერთი, როგორიცაა მასიური ვარსკვლავები, იწვიან ცხელად და სწრაფად, აფეთქებენ სუპერნოვად მხოლოდ მილიონობით წლის შემდეგ. სხვები, როგორიცაა წითელი ჯუჯები, პატარა მსუბუქი ვარსკვლავები, იწვიან ძალიან ნელად და შეიძლება იარსებონ 10 ტრილიონ წლამდე. მთვარე ამ კოსმიურ ქრონოლოგიაში არის შუალედურ პოზიციაში, არც ცოცხალი როგორც ვარსკვლავი, არც მკრისიერად გაქრობილი როგორც კომეტა. ის არის ნელი დასასრული, ხანგრძლივი ნაკვალევი სიცოცხლის მსვლელობაში. და სწორედ აქ ფილოსოფიური კითხვა ხდება პიროვნული. რადგან ჩვენ, ადამიანები, ასევე ვართ თერმული მანქანები. ჩვენი სხეულები უწყვეტად აწარმოებენ სითბოს, ქიმიური რეაქციებით, მეტაბოლური პროცესებით, უჯრედების უწყვეტი მუშაობით. ჩვენი ტემპერატურა არის 77-35 გრადუსი ცელსიუსით დაახლოებით. არა 1300 როგორც მთვარის ბირთვში, მაგრამ მაინც ცხელი, ბევრად ცხელი ვიდრე გარემო. და ამ სითბოს შესანარჩუნებლად ჩვენ უნდა ვჭამოთ, ვისუნთქოთ, მოძრაობდეთ, უწყვეტად ვბრძოლოთ ენტროპიის წინააღმდეგ. როდესაც ჩვენ ვკვდებით, ეს ბრძოლაც ხდება. სხეული იწყებს გაცივებას. თერმული წონასწორობა მიიღწევა გარემოსთან. საბოლოო მდგომარეობა, რომელსაც ფიზიკა უწოდებს თერმულ სიკვდილს. მაგრამ მანამდე, იმ წლების, 10 წლეულების, საუკუნეების განმავლობაში, როდესაც ჩვენ ცოცხალი ვართ, ჩვენ ვინახავთ არა მხოლოდ სითბოს, ჩვენ ვინახავთ სტრუქტურას. ჩვენ ვინახავთ წესრიგს უწესრიგობის წინააღმდეგ. ჩვენ ვართ ადგილობრივი, დროებითი შებრუნება ენტროპიულ ტალღაში. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვარღვევთ თერმოდინამიკის კანონებს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიყენებთ ენერგიას გარედან, საკვები, სინათლე, ოქსიგენი, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი შიგნითა წესრიგი. მთვარის ბირთვი ასევე არის ადგილობრივი შებრუნება, არა ცოცხალი, არა აქტიური, მაგრამ მაინც რეზისტენტული. ის კარგავს ბრძოლას, ნელად და გარდაუვალად, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ დაქვეითებულა. და ახლა მოდით იყოთ აბსოლუტურად პატიოსანი იმის შესახებ, რაც ჩვენ არ ვიცით. რადგან ამ პატიოსნებაში, ამ თავმდაბალ აღიარებაში, ჩვენი უმეცრების საზღვრების არის ნამდვილი მეცნიერების არსი. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რამდენი ენერგია რჩება მთვარის ბირთვში. ჩვენ გვაქვს შეფასებები, დაახლოებით 1300 გრადუსი, დაახლოებით 285 კილომეტრის რადიუსით ხევადიშტის. მაგრამ ეს არის მოდელები, რეკონსტრუქციები სეისმური მონაცემებიდან, რომლებიც თავად იყო შეგროვილი 90-90-იან წლებში ინსტრუმენტებით, რომლებიც დღეს ჩაითვლებოდა პრიმიტიულად. ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი გაზომა. არავინ ჩასვა თერმომეტრი მთვარის ბირთვში, არავინ დაბურდა 3000 კილომეტრს ქვემოთ. ყველაფერი, რაც გვაქვს, არის არაპირდაპირი ინფერენცია, განათებული, დახვეწილი, ალბათური, მაგრამ არაპირდაპირი მაინც. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რატომ ინარჩუნებს ბირთვით ხევადობას. თქვით, შესაძლოა რადიოგენული დაშლა, მაგრამ რადიოაქტიური ელემენტების კონცენტრაცია ბირთვში არის ჰიპოთეზა, არა გაზომილი ფაქტი. თქვით, შესაძლოა პოაპრილიური გათბობა,
მაგრამ გამოთვლები აჩვენებს, რომ თანამედროვე პრილიური ძალები ძალიან სუსტია. ვთქვით, შესაძლოა პირვანდელი სითბო, მაგრამ თერმოდინამიკული მოდელები ვარაუდობენ, რომ იგი უნდა გაქრა მილიარდობით წლის წინ. ვთქვით, შესაძლოა კომბინაცია ყველა ფაქტორის, მაგრამ ეს არის ფუნდამენტურად აღიარება, რომ ჩვენ არ გვესმის სრული სურათი. ჩვენ არ ვიცით, როგორ ვითარდებოდა ბირთვი დროთა განმავლობაში. ჩვენ გვაქვს სნეპშოტები, მაგნიტური ველის არსებობა 3 მილიარდ წლამდე წინ, რომელიც მიუთითებს აქტიურ დინამოზე. მაგნიტური ველის გაქრობა დაახლოებით 2.5 მილიარდ წლამდე წინ, რომელიც მიუთითებს დინამოს შეწყვეტაზე. მაგრამ რა მოხდა მათ შორის? როგორ იცვლებოდა კონვექცია? როგორ გაყინდა შიდა ბირთვი? როდის შენელდა მოშორების სიჩქარე მთვარისა? ყოველი ამ კითხვა მოითხოვს მეტ მონაცემებს, უფრო დიდ დროის მასშტაბს, უფრო დახვეწილ ინსტრუმენტებს. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება შემდეგში. ბირთვი გამყარდება. ეს არის სტატისტიკურად გარდაუვალი. მაგრამ როდის? 1 მილიონ წელს, 100 მილიონს, მილიარდს. თერმოდინამიკური მოდელები გვაწვდის დიაპაზონს, მაგრამ არა დეტალს. და რა მოხდება, როდესაც ის საბოლოოდ გამხარდება? გამოყოფს თუ არა ლატენტურ სითბოს გატენვის დროს, ბოლო ფრაგმენტი ენერგიის, ბოლო ამოსუნთქვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთი მოკლე ეპოქა სეისმური აქტივობისა. ან ის უბრალოდ გაიყინება ჩუმად, უხმაუროდ, შეუმჩნევლად, ნელი ფეიდი, რომელიც სრულდება არა კატასტროფით, არამედ გარდაუვალი დაღლილობით. ჩვენ არ ვიცით, რამდენი სხვა სატელიტი შეიძლება იყოს იმავე მდგომარეობაში. იო და ენცელადუსი არიან ცნობილები, აღმოჩენილი, დადასტურებული. მათი თხევადი შიგნითობა არის ახლა უდავო. მაგრამ რა იმ ასობით სხვა მთვარეების შესახებ? იუპიტერის, სატურნის, ურანისა და ნეპტუნის გარშემო. რამდენს აქვს დამალული თხევადი შრეები, თბილი ბირთვები, დროებითი ცოცხალი ფრაგმენტები? ჩვენ არ გვეკისრება აპარატურა იმის გასაზომად, ჯერ კიდევ არა. მომავალი მისიები, ევროპა კლიპერ, დრაგონფლაი, სხვა, შესაძლოა შეცვლის ამას. მაგრამ ახლა დღეს ჩვენ უბრალოდ არ ვიცით. და ყველაზე ღრმად, ყველაზე ფუნდამენტურად. ჩვენ არ ვიცით, რა არის დროის ნამდვილი ბუნება ამ კონტექსტში. 4 მილიარდ 500 მილიონი წელი. ეს რიცხვი ჟღერს ზუსტად. მაგრამ რას ნიშნავს ეს დრო პლანეტარულ მასშტაბზე, სადაც არაფერი არ იცვლება სწრაფად, სადაც პროცესები იზომებიან არა წამებში ან წლებში, არამედ მილიარდობით წლებში. ჩვენ ადამიანები ვცხოვრობთ 90 წლამდე თუ გვიმართლა. ჩვენთვის მილიარდი წელი არის შეუდარებელი, შეუდგომელი, თითქმის შეუტყველი. მაგრამ მთვარისთვის 4 მილიარდი წელი იყო სრული სიცოცხლის ხანგრძლივობა, არა აბსტრაქტული რიცხვი, არამედ რეალური გამოცდილება, დაბადების, სიმწიფის, გაფშნილობის. როგორ გავიგოთ დრო, რომელიც ვერასოდეს შეგვიძლია გამოცდილება? როგორ ვიფიქროთ გეოლოგიურ ეპოქებზე, როდესაც ჩვენი მთელი ცივილიზაცია, ყველა ჩვენი ისტორია, ყველა ჩვენი აღმოჩენა არის მხოლოდ ბოლო 10,000 წლის ფრაგმენტი, უმნიშვნელო წამი ამ კოსმიურ სასწორზე. შესაძლოა პასუხი არის იმაში, რომ კითხვები ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პასუხები. შესაძლოა საიდუმლოს განგრძობა არ არის მარცხი, არამედ მოწვევა. შესაძლოა ის, რაც მთვარე გვასწავლის, არ არის ის, როგორ მუშაობს გეოფიზიკა, არამედ როგორ ვიარსებოთ მცოდნეობასთან, როგორ ვიცხოვროთ კითხვებთან, როგორ მივიღოთ ის, რომ სამყარო არის ბევრად უფრო რთული ვიდრე ნებისმიერი ექსპლანაცია, რომელსაც ჩვენ შევძლებთ შევთავაზოთ. მაგრამ ახლა დავბრუნდეთ სახლში. დავბრუნდეთ იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო. თქვენ დგახართ გარეთ ღამით, აცქერებთ ცას. მთვარე კაშკაშა ზევით. შესაძლოა სავსე, შესაძლოა ნახევარი, შესაძლოა მხოლოდ თხელი ნათენა. და ეხლა, ყველა ამის შემდეგ, რაც თქვენ იცით, თქვენ ხედავთ მას განსხვავებულად. ეს აღარ არის უბრალოდ ქვა. ეს აღარ არის უბრალოდ ნათელი დისკი, რომელიც კაშკაშა მზის სინათლეს ასახავს. ეს არის სამყარო. სამყარო, რომელსაც ჰქონდა დაბადება ვარსკვლავური ძალისა, რომელმაც გადაიტანა ეპოქები ცეცხლისა და ყინულისა, რომელიც კვლავ ღრმად შიგნით, ღრმად უხილავად, ინახავს ფრაგმენტს იმ პირვანდელი სითბოს. გაიხსენეთ, როგორ დავიწყეთ. 1300 გრადუსი ცელსიუსი. ატომი რკინისა, რომელიც ძვრება ღრმა ბირთვის სითხეში. ცეცხლი, რომელიც არ უნდა არსებობდეს. და ახლა თქვენ იცით, ან მაინც თქვენ იწყებთ გაგებას, რას ნიშნავს ეს რიცხვი. ეს არის არა მხოლოდ ტემპერატურა, ეს არის ისტორია, მეხსიერება, მდგრადობა. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ თუნდაც პატარა სამყაროები შეიძლება ფლობდნენ გრძელ ცხოვრებას. ეს არის დემონსტრაცია იმისა, რომ დროის თუკი სასწორის განსხვავებულია. და ახლა თქვენ დგახართ გარეთ და უყურებთ მთვარეს. და თქვენ ფიქრობთ, რამდენ ხანს? რამდენ ხანს გრძელდება ბოლო ნაკვალევი სითბოსი? რამდენ ხანს მეინც ბირთვი რჩება თხევადი? ეს შეიძლება იყოს მილიონობით წლის საქმე. ეს შეიძლება იყოს მილიარდობით წლის საქმე. ჩვენ არ ვიცით. ყველაფერი, რაც ვიცით, არის ის, რომ ახლავე ზუსტად ამ წამში, სანამ თქვენ აცქერებთ,
რაღაც ხდება იგზევით, რაღაც ნელი, რაღაც უხილავი, რაღაც რაც ცდება ადამიანურ აღქმას, მაგრამ რეალური და გრძნობადი მეცნიერული ინსტრუმენტებით, რომლებმაც აღმოაჩინეს იგი. ცეცხლი კვლავ იწვის, პულსი კვლავ გრძნობა. და ამ პულსში, ამ ბოლო ფრაგმენტში ენერგიის არის კავშირი. თხელი, მაგრამ რეალური, იმ დროსთან, როდესაც ყველაფერი იყო ახალი, როდესაც მთვარე იყო ახალგაზრდაც, მთვარე იყო ახალგაზრდა, როდესაც ორი სამყარო ერთმანეთს კოცნიდნენ კატასტროფულ ცეცხლში და წარმოქმნიდნენ რაღაც სახალისოს და იდუმალს. გაიხსენეთ როგორ დავიწყეთ. გაიხსენეთ პირველი რველი რიცხვი, პირველი ფაქტი, რომელიც მოგახვედრათ სურვილს შეწყვიტოთ კითხვა. 1300 გრადუსი ცელსიუსი. 1300 კილომეტრს თქვენს ქვეშ, სადღაც იქ, სადაც თქვენი ფეხი ეხება დედამიწას, ზევით 390,000 კილომეტრში, ბირთვი იწვის. და ყველა ამ სიტყვის განმავლობაში, ყველა თეორიის, ყველა მონაცემების, ყველა კითხვის განმავლობაში, ჩვენ ვეძებდით პასუხს ერთ უბრალო კითხვას. როგორ? მაგრამ შესაძლოა, რეალური კითხვა არ იყო როგორ. შესაძლოა, რეალური კითხვა იყო, რატომ ეს მნიშვნელოვანია? და პასუხი არის ეს. რადგან ეს გვახსენებს, რომ სამყარო არ არის მთლიანად გაგებული. რადგან ეს გვასწავლის, რომ ზედაპირების ქვეშ, შესაბამისად მთვარის ზედაპირის ქვეშ, დედამიწის ოკეანეების ყინულის ქვეშ, ენცელადუსზე, ვარსკვლავების ზედაპირის ქვეშ, არსებობს რეალობები, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ რომლებიც ისეთივე რეალურია, როგორც ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ. რადგან ეს გვიჩვენებს, რომ დრო არ არის ის, რასაც ჩვენ გრძნობთ. ის არის უფრო გრძელი, უფრო თავმდაბალი, უფრო მდგრადი, ვიდრე ჩვენი ცხოვრებები ოდესმე შეიძლება გაგება. და შესაძლოა, საბოლოოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის ეს. სამყარო არის არა ის, რისიც იგი უნდა იყოს. ის არის ის, რაც არის. მთვარე არ უნდა გქონოდა თხევადი ბირთვი. ფიზიკის ყველა კანონი, ყველა თერმოდინამიკური პრინციპი, ყველა მათემატიკური მოდელი ამბობდა ამას. მაგრამ მას აქვს. და აქვს და ამ პატარა უბრალო ფაქტში, ამ უბრალო რიცხვში, 1300 გრადუსი. არის ნაპრალი ჩვენს გაგებაში, ფანჯარა უცნობში, მოწვევა საიდუმლოში. მეცნიერება არ იძლევა ყოველთვის პასუხებს. ზოგჯერ ის იძლევა კითხვებს. ზოგჯერ ის გვიჩვენებს, რომ სამყარო არის უფრო საოცარი, უფრო მოულოდნელი, უფრო შემაძრწუნებელი, ვიდრე ჩვენი ყველაზე თამამი წარმოსახვები. და შესაძლოა, სწორედ აქ, იმ საოცრებაში, იმ მოულოდნელობაში, იმ შეუძლობაში სრულიად გავიგოთ, არის სამყაროს ნამდვილი სილამაზე. არა ის, რასაც ვიცით, არამედ ის, რასაც ჩვენ ვერ ვიცით. არა პასუხები, არამედ კითხვები, რომლებიც კვლავ გვიცავთ, რომლებიც კვლავ გვიმზირავენ, რომლებიც კვლავ გვიღვიძებენ ღამით და გვაყენებენ გარეთ. დადგეთ ქვეშ მთვარის ნათელით და იკითხოთ, რა სხვა საიდუმლოებები ელოდება იქ ზევით, იქ ღრმად, იქით ზღვრისა ჩვენი თვალისა.